გამარჯობა. ვაგრძელებთ პოდკასტს. დღეს ჩემი სტუმარი არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი. ჩემი მეგობარი იმ დროიდან, როდესაც ესეთი პოპულარული არ იყო ეს თემები, საერთოდ 15 წელია, რაც ვიცნობ ამ ადამიანს და ესეც ერთ-ერთი ჩემი მეგობარია, რომელიც ფორუმზე გავიცანი ეზოთერიკ ჯიზე, ჩვენი მეგობრის ალექსანდრე ვარვარიძეს გაკეთებულ ფორუმზე, სადაც რაღაც მაქსიმუმ 8 კაცი იყო აქტიური და ერთი სიხარული იყო ერთმანეთის ნახვა იმ დროს და ერთმანეთის შეხვედრა და ძალიან ცოტა ხნით რაღაც დათოც დავით კანდელაკი არის ჩვენი სტუმარი დღეს, იოგა რუმსის დამფუძნებელი და იოგის ინსტრუქტორი. და დათოც ცოტა ხანი იყო იქ და რაღაცებს წერდა და თვითონ იქ ნაწერიდანაც კი, მაშინ ვებქვის ყავოსნით იყო გატაცებული და ნაწერიდანაც მოდიოდა ის რაღაცა მისთვის დამახასიათებელი კარგი ენერგეტიკა და ძალიან გვინდოდა მე და კიდე ჩემ მეგობარს ლაშა თოფურიას შეხვედრა მასთან სულ და მე შევხვდით და ესე გრძელდება ჩვენი მეგობრობა და დათო ჩემთვის არის კიდე ის ადამიანი რომელიც აი ზოგადად თავდაბლობა თუ შეიძლება რომ ეს თქვა რომ აი ვიღაცაზე რომ აი ეს მაგალითი შეიძლება იყოს ან ვისწავლო თავდაბლობა ადამიანისგან და დავითი არის ჩემთვის ეგეთი ადამიანი რომლისგანაც ეს თვისება შეიძლება ყველა მისწავლოს. Привет. სალამ, კარგად, დავით? კარგად, მადლობა. როგორ მიდის შენი ცხოვრება? როგორ მიედინება? ცხოვრება მიედინება კარგად და უკეთ და უკეთ. უკეთ და უკეთ. კი, მიდის და მიდის. მართოვდება ყველაფერი და წარმოიდგენდი 15 წლის წინ რომ ესეთი ბუმი იქნებოდა, ყველა ეზოთერიკი იქნებოდა, ყველა მასწავლებელი, ყველა კოუჩი, ამდენი მარტო ისეთი პრაქტიკები გაიყიდებოდა, რომელსაც, ჰოპონოპონო მაგალითად. რო გაიყიდება. ჰოპონოპონოს კურსები რო იქნებოდა შესწავლის და ასე შემდეგ და აი რას იფიქრებდით ერთი მაშინ როცა გავიცანით 2010 წელი იყო თუ არ ვცდები. იცი ალბათ მე მგონი თავიდანვე ეტყობოდა მაგას. იქ მიმართულება რომ ესე გაფართოვდებოდა, იმიტომ რომ აუთვისებელი იყო რა და მიზეზობრივიც არის საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ადამიანებს რაღაცები აწუხებთ და აქამდე ნაცადი როგორც ხშირად არ მუშაობთ. ამიტომ ძალიან ბუნებრივია ის რაც მოხდა, რომ აი ამდენი რაოდენობის პრაქტიკაზე ამდენი მოთხოვნა არის რა. შეიძლება ამ რაღაცები ადამიანის შეცვალა, რაღაცებში არ შეცვალა, უბრალოდ ეს არის გამოძახილი იმისა, რომ ადამიანის ინტერესი გაუჩნდათ და ეს ძალიან კარგია რა. ძალიან კარგი. გარდა ამისა ხო ფაქტი ის არის, რომ რასაც აღარ მახსენე, რომ ხო ადამიანებს აწუხებთ რაღაცა და აწუხებთ ბევრი რამე და გამოსავლის პოვნად ცდილობს ცნობიერება. და მანამდე არ აწუხებდათ? აწუხებდათ რა. რატო არ იყო ეს ინტერესი? იმიტომ არ იყო, რომ მაშინ სულ სხვადასხვა მექანიზმი აკმაყოფილებდა ამას. იდეაში რო ავიღოთ ეს ალბათ ჩვენ მაგას ვერ მოვესწარით, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ამ ეს ინტერესი ალბათ რეპრესირებული იყო, მაგალითად ჩემი მასწავლებლისგან და მისი მასწავლებისგან გამიგია, რომ სხვა ინტერესი იყო დასჭათი. ამიტომ იყო რეპრესირებული და თუ კი რამე არსებობდა იყო ძალიან მცირე. მერე საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დაიწყო ცნობილი 90-იანები და მან უფრო გადარჩენის რეჟიმში ჩაერთო მთელი ჩვენი საქართველო მთლიანად გადარჩენის რეჟიმში ჩაერთო და ეს გადარჩენის რეჟიმის მერე სწორედ მაშინ გადარჩენის რეჟიმის მერე იწყება კრიზისი. იმიტომ რომ ხო ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ გადარჩენის პრობლემის მერე დგას. და არა გადარჩენის პროცესის, იმიტომ რომ ხო ცნობიერებას, როდესაც ძალიან ბევრი საფრთხე უდგას, გადარჩენის მექანიზმი აკუმულირდება ამ დროს და პრობლემები, ფსიქოლოგიური პრობლემები უკვე როდესაც
როდესაც გადადის ეს გადარჩენის რეჟიმი, მაშინ ჩდება და სწორედ ხო 2000 წლებიდან ნელა დაიწყო მაგალითად ხო ჩემასწავლებთან იოგას ბუმი იყო 2000 წლებიდან. 2000-დან. 2000 წლებიდან, იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრი რამე უკვე აწუხებდა ხო მაგალითად ჩემს ბავშვობაში მე რომ ახსოვს 13 წელს რომ დავიწყეს პრაქტიკა და მაშინ ეს უკვე აქტიური ვარჯიში დავიწყე. ხო, კუსტბაზე მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი დადიოდა. ალის სისტემაზე ძალიან ცოტა. და ბოლო პერიოდში ზევითი ძახი მთაზე თუ იმე სტრესზე ძალიან ცოტა ხალხი იყო ხო? მანქანას თავისუფლად გააჩერებდი მაგალითად ხო ანჯერეთი მანქანას ისე ცოტა იყო. ხო და მე 2000 წლებიდან უზარმაზარი რაოდენობის ხალხი ჩაება უკვე თუნდაც ჯანმრთელობის სფეროში, იმიტომ რომ ხო 90 წლების თვითონ ატმოსფერომ ძალიან ბევრი რამე დააზიანა, ხო? ძალიან უზარმაზარი სტრესი იყო. და შესაბამისად ვერ მოხდა შემდეგი რა რომ იდეაში ექსკალაციური თვალსაზრისით რომ განვიხილოთ 9 აპრილის მერე მასიურად ქრისტიანული დანერგვა მოხდა საქართველოში. მასიურად წამოვიდა იმდენი ხელატკივილი იყო და იმხელა პრობლემები ჰქონდა ადამიანებს, როგორც ცნობილი თვალსაზრისით. ხო, ნუ რელიგიამ უზარმაზარი ხალხი ასე თქვათ შეიფარა ამის ქვეშ. მაგრამ თუ ადამიანი ბოლომდე კარგად არ გახდა, მაშინ არის სულ შეფარებულ მდგომარეობაში. და ხო, დადგა ის მომენტი ჩემი აზრით, რომ ადამიანები ნახულობენ იმას, რომ არიან უკვე შეფარებულები და მიუხედავთ იმისა, რომ რაღაცა პრაქტიკას აკეთებენ ან თავიანთ თავს იდენტიფიცირებას უკეთებენ რაღაცა სახის სწავლებასთან, პრობლემა მაინც იგივე რჩება. და შესაბამისად ამ ხელაძიების მექანიზმი სწორედ ეს არის, რომ ადამიანი არ გნობს თავს კარგად. და შესაბამისად ეძებს. აქ ორი მიმართულება შეიძლება გავშალოთ. ერთი რომ გონებას გააჩნია მექანიზმი რომ მოიტყუს თავი. ის რომ შეაფაროს თავი რაღაცას და თუ ამას არ აკეთებს, მაგ შემთხვევაში გაუთავებლად ეძებს, რომ გახდეს კარგი. ხო და აი ხე შენ ამ ხელა გამოცდილება გაქვს ამ სფეროში და ამდენი გიმუშავია, პრაქტიკოსი ხარ და ბევრი ძალის ისტორია გაქვს. აი ყველა მაგართლა მაგას ეძებს რა ეხა ჩემ ასტროლოგიით მაგიტომ ინტერესდებიან და რომ კარგად უნდა გახდეს ადამიანს რა რომ უნდა კარგად იგრძნოს სტაბილურად კარგად იგრძნოს თავი რა ეს კარმული ქარები რო უბერავს ან რაღაც ხორებისეული ნუ იგივე არის რო ხდება ეს ცენტრი კონდეს შენარჩუნები და მარტო ცენტრი კი არ კონდეს სიმშვიდე მარტო სიმშვიდე საკმარისი არ არის რა ანუ კარგად უნდა აი ნეტარება უნდა რა აუცილებლად ხო ნეტარები შეგრძნება უნდა და ანუ აი შენ ახლა ჩემი აზრით იოგაში ძალიან დიდი დამსახურება გაქვს რომ საქართველოში არის იოგა ესეთ დონეზე რომ ამდენი ხალხი რო დაინტერესებულია და ასე შემდეგ და ეს შენი დამსახურება მე სხვა არ ვიცი ახლა რომ მეკითხებიან რომ ასეთ ყველაზე გამოცდილი იოგი ვინა მე ეგრევე პასუხი მაქვს დავით კანდელაკი იმიტომ რომ ჩემი ძმაკაცი ხარ იმიტომ რომ ვიცი შენი მიდგომები და ასე შემდეგ ანუ აი ამ ხელა გამოსვლებს მე აი რა უნდა გააკეთოს ტიპმა ან ბიჭმა ან გოგომ რომ ეს მოიპოვოს რა სტაბილური კარგად ყოფნის შეგრძნება თუ ამას საერთოდ არ უნდა გამოიკეთოს ვაფშე რა სიტყვი მაგაზე ანუ როგორ უნდა მიაგნოს აი რა ფორმულა არის მაგის კარგად ყოფნის იდეაში იმაზე ისეთი მარტივია საბოლოო ჯამში რო აიღო რომ მეტი რო არ შეიძლება რა უბრალოდ საჭიროა იგულწრფელო რა ხო იგულწრფელო საკუთარ თავთან იმიტომ რომ ან კარგად ხარ ან ცუდად ხარ ან იტყუები ექსამია ხო ექსამია ხო ან იტყუები ნიშნავს იმას რომ მოდი დავიწყოთ საიდან იტყუები ის ნიშნავს ხო მეგობროს აი ამ წლების განმავლობაში ამ დაკვირვებამ და დაკვირვების ანალიზმა ჩვენა შემდეგი რა რომ ადამიანები დებენ ფსონს თავიანთ პრაქტიკაზე ხო და ეს ფსონი დადებული ძალიან დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული
და ადამიანები ამ სონს რო დებენ და თავენ ძალისხმევას მე გონება ცდილობს რომ გაცემული ავანსი გაამართლოს კარგად ყოფნით და სინამდვილეში არ არიან კარგად ყოფნით და თავს იტყვევენ და შესაბამისად ატყვევენ მე სხვას რო ატყვევთ მაგას მნიშვნელობა არ აქვს თავის თავს იტყვევენ აი თქვათ მაგალითად ვიზახი რა თქვათ მე სონი დავდე პრაქტიკაზე რაღაც სიტყვაზე ვიზახი ჯიუჯიტსუ 3-ზე რა და თქვი რა სადღაცა რომ ჯიუჯიტსუ 3 არის მაგარი პრაქტიკა და ამაში მთელ ჩემ რესურსს ვდებ აი სამ რესურსს მომსა რომ მაგალითად ხელებზე ვდგები სიტყვაზე ვიზახი რა მაგრამ მაინც უდათა ვარ შინაგანად ემოციურად მენტალურად საკუთარ არსით ვარ ცუდად მაგრამ გაცემული ავანსმა რა ქნას ეს გაცემული ავანსი უზარმაზარად ურტყამს საკუთრივ მთელ არსს იმიტომ რომ შემდეგს რა ბიჭო გონება აკეთებს მარტივ კალკულაციას რა მე ამდენ რესურსი გავიღე და რა გამოდის რომ მაშინ საწავიდა ეს გაგებული რესურსი და თუ ეს რესურსი მან შედოგი არ მიიღო მაშინ ნიშნავს ეორჟამეს ერთი რომ ეს მე ვერ გავიგე ან პრაქტიკა არის ცუდი ორივე შემთხვევაში ეგოს მაგრა ურტყავს ეს და შესაბამისად გაცემული რესურსი ცდილობს გაამართლოს საკუთარი თავი და მაგალითად და მე რიცხება ილუზია მე რიცხება სულ ილუზია მე მიხდი რას გონები კი და ამ ილუზიიდან გამოსვლა ძალიან რთულია და ეს ილუზია რო იწყება ანუ რაღაც ანუ როლში შედის როლშიც შედის და თლიანად ანუ ფარავს ეს პრაქტიკა ეს სწავლება ფარავს რეალურ შინაგან მდგომარეობას რომ ცუდად არის ამას ფარავს და ყველაფერი მის ზემოთ ზედაპირულია და ტყუილია და ილუზორული და გულწრფელობა იქნება პროცესი როდესაც შენ თქვა იცი რომ ბიჭო მე შეიძლება ეს პრაქტიკა ვერ გავიგე ან ეს პრაქტიკა არ მუშაობს მე მიხდი რას გეუბნები რა ცადე და არ გამოვიდა მაგას სულ ესეთი კაფიო მაგალითი მაქვს რა რომ მაგას მაგ პერიოდის შე რო ახსენე მაშინ ნუ ეფსტავს ნუ გადასებული ვიყავ სუფიური სწავლებებით ანუ ბიჭო ერთი სუფია წერს საოცრებას რა და ამბობს ესეთ რაღაცას რა რომ მე მეგონა ვიყავი ჩართულია უზარმაზარ პრაქტიკაშიო რომელიც ღმერთთან ძალიან ახლოს იყო ღვთიურთან და მთელ კოსმოსურებთან და ამ პრაქტიკის ფონზე უცბად ყოფაშიო დედა მეუნებაო თხოვს რომ წყალი მომიტანეო და ამის გაკეთება ძალიან გამიჭირდაო და ნახე გულწრფელობა და მთელი ამის გული რაში იგზნობა და რასთან აქვს კავშირი ეს ამბობს შემდგომს რა რომ თუ ეს სწავლება თუ ეს მთელი ამხელა იდეოლოგია ვერ უზრუნველყოფს იმას რომ საკუთარ ცნობიერებაში სიზარმაცის პატარა ნაწილი დაუძლიო რომელსაც არ შეუძლია დედას წყალი თავისუფლად მიუტანოს მაშინ ეს სწავლება არ ვარგაო ან მე ვერ გამიგია ის და გაანულა ყველაფერი ხო აი ეს არის გულწრფელობა ხო და მთელი მუღამი მდგომარეობს იმაში რომ ცხოვრება ყოფა არის ცნობიერების სრული სარკე და მას ვერ გაიქცევი ვერსად აი თუ ხა მას სარკეთ აღვიქონთ ხო ეს არის სრული ცნობიერების თლიანი სარკე და შენი ინდივიდუალური ცნობიერების სარკე ხო გარე რეალობას იწა გარე ადამიანის ინდივიდუალურ ცხოვრებაში რაც ხდება ეს არის ადამიანის ცნობიერების ანუ სრული სარკე ანუ ჩემს ყოფაში 0.0001%-იც ვერ მოხდება რაღაცა სახის დეტალი, რომელიც ჩემს ცნობიერებაში არ არსებობს. და ეს არის სრული სარკე და როდესაც ამ პრაქტიკების ერთ-ერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს პრაქტიკა სარკეს ფონად ეფენება. და ადამიანს არ უნდა რომ დაინახოს სინამდვილე. ხო. და ამის უკან სარკეში ცნობიერების პრობლემები მოჩანს. და თუ მე ესე ვთვლი, რომ თუ პრაქტიკა სწავლება ჩემ ცნობიერებას არ ცვლის, ხდება შემდგომი, რომ ან მე ეს პრაქტიკა ვერ გავიგე, ან პრაქტიკა არ მუშაობს.
შეიძლება იყოს ორივე ერთად. ხო და აი ანუ როცა ეგეთი ანუ ეხლა რაც აღწერე მაგ სიტუაციას აი ნახე თან როგორია რა თან აი შენ ეხლა რაც აღწერე ცოტა კიდე რაღაც advanced დონე არის რა ჯერ არის ხალხი რომელსაც საერთოდ პრაქტიკის აღების უნარი არ აქვს ან ზოგადად არ შეუულია რა ეს რიტმული მუშაობა არ შეუულია ან ეზარება ან რაღაც ან ქაოტურია ანუ არანაირ რიტმს არ ექვემდებარა შენ ეხა ეგ რაღაცა კიდე ცალკე სალაპარაკო არის მანდ რა ხდება მაგაზეც მაინტერესებს შენი აზრი შენ ეხა რასაც აღწერ უკვე აღწერ ადამიანს რომელმაც რაღაცა რიტმი გაცადა რომ დაენერგა თავის ცხოვრებაში და რაღაც რიტმულობა მე ამას ჩადო ენერგია და თქვათ რაღაც ვერ მიცა ეს შედეგი იმიტომ რომ აი რაც სუფიური გავში რაც იყო ჩვეულებრივი ცხოვრება ანახებს რომ რაღაც ვან ვერ არის კარგად მაგრამ ნუ ეხა ინვესტიცია აქვს ბევრი ჩადებული და შესაბამისად ეხლა ეს რაღაცნაირად უნდა გაამართლოს ეს ისა რა და ანუ აქ მაშინ რასთან მივდივართ რომ თავარი რა არის ანუ ფსიქოლოგია არის თავარი ან ანალიტიკური მედიტაციებია თავარი თუ რა არის თავარი რომ ეგ საფრთხე არ დაემართოს რა ადამიანს რა რომ ანუ ატიპი ანუ დასაფასებელია შრომის უნარიანია ანუ მაგის უნარი აქვს რომ იმუშაოს რა და მუშაობის უნარი რომ უკვე დასაფასებელია ეგეთი ადამიანი და აი ეგეთი ადამიანი როგორ უნდა დააზღვიო თქვა ეხა შენი გამოცდილებიდან რას ურჩევდი რა რომ აი რას მიაქციოს ყურადღება რა თვისებებს ან ემოციებს სხეულს ფსიქოლოგიას თუ აი რა არის მათგან იდენტიფიკატორი არის ყოფა ამ ყოფაში სინამდვილეში ყველაფერი იცის იგულწრფელი ხო ან გულწრფელობა გადაანულებს ყველაფერს აუცილებლად თუ შენ გულწრფელი ხარ საკუთარ თავთან ყველაფერი არის ნათელი იმიტომ რომ შენ სინამდვილეში იმ თავითვე იცი ყველაფერი და აღდგას არჩევანი მოიტყუებ თავს თუ არ მოიტყუებ თავს და თავის მოტყუება ესეთი შნურია რომელიც მატრიცაში გატრიალებს ტყუილია ტყუილია ილუზორულია და ამის იქით არის რეალობა და შენ იცი ყოველთვის იცი სულ არის იქ უბრალოდ რადგან მტკივნეულია ეს რეალობა ადამიანებს ხშირად ურჩევნიათ ნაკლები ტკივილი აიღონ მატრიცულ ველში ამიტომ იტყვებენ თავს დოზირებულად სულ ეს ხდება მთელი მუღამი მდგომარეობს იმაში რომ იგულწრფელო იმიტომ რომ იცი ყველა მიცის სინამდვილეში რა ხდება ადამიანმა ყოველთვის იცის თავის ნაბერებში რა ხდება ნორმალავს ხო და თქვათ შეამჩნია რა აი შეამჩნია გურჯიევს როგორც აქ რა აღრიცხა რაღაცა თვისებები რა რაც აქ სხვა შორის გურჯიევიც მაგას ეუბნებოდა ეხა შენგან არ მიკვირს იმიტომ რომ მაგ ხაზიდან ხარ მასწავლებელს რო გავყვეთ გურჯიევამდე მივალთ როგორც შენგან ვიცით ანუ მაგრამ ნუ ხო რა მას ქონდა ეგ რო ანუ თავიდან რო იწყებს მუშაობას ადამიანი რაღაც ცხოვრებაში რო აკვირდება თვითდაკვირვება რო არის და რაღაც თვისებებს ავლენს კარგს რაღაცებს უკვე ამჩნევს რაღაცას ვერ იტანს საკუთარ თავში იმიტომ რომ არ მოწონს რა ესეთი გამოვლინებები რა მაგრამ გურჯიევი ეუბნებოდა რომ აღრიცხე პროსტა თქვი რომ აი ეს თვისება მაქვს აი ეს მაქვს ეხა გაბრაზებული ეხა აი შურიანი ვარ ეხლა ესეთ პროსტა აღრიცხე ჩარევის გარეშე რომ აი ეს უნდა მოაგვარო თუ რაღაცა და ნუ მაგის მუღამის იყო რომ ანუ ყელში ამოყვანამდე უნდა მieყვანა რა ეს რაღაცები რა ერთი 50 ჯერ თუ შევიტყვი 500 ჯერ ნახავ რომ ეს ბრაზი ესე გაქვს და ესე გაქვს და ესე გაქვს რაღაცა შეიცვლება რა ანუ საყელში ამოგივა ეს თვითონ აღრიცხვა უკვე იმუშავებს ანუ მაგის მომხრე ხარ შენ მაგ გულწრფელობაში თუ კიდე რამე სხვა ფსიქოლოგიური მიდგომა არის შენ ჩემთვის ეს იმდენად მარტივია მეტი რო არ შეიძლება ხო მაგრამ ნახე ხა მან ეგ შენი განცდა არის განცდიდან დაბადებული არის რა და შენ თუ განცდა ინტელექტუალურად არ გადათარგმნე ხა ვიღაცისთვის რომ იმან მე ისის განცდაში გადაიყვანოს ხო მაშინ ამ პირადი ურთიერთობა უნდა მოხდეს შენთან რა რასაც ჩაქტიპაც რასაც ეძახიან რომ ეს გადაეცეს ეს ენერგია რაღაცა მისტიურად რა სუფიზმში რაც ხდებოდა რომ ორი ადამიანი ერთად რო ატმოსფეროში რო გადმოგეცეს რა ან მაშინ უბრალოდ ვერ გაიგებენ მაგას რა რასაც ლაპარაკობ ეგ ჩემი აზრია პროსტა რა ხო ხდება შეიძლება შენ პრობლემაც არ კონდეს რომ ვერ გაიგონ მაგრამ რა ხან ლაპარაკოთ ვაიცვეცადოთ რომ
აი მაგ იქნება ყველამ გაიგოს. ხო, აი ეგრე გვეცადოთ, რომ იქნება ყველამ გაიგოს რა და მეც გავიგო რა. ნახე, ჩემთვის არის ესეთი ძალიან მარტივი რამე ნიკოლოზ რა. ეჭი წარმოგიდგენ ესეთი რაღაცა. ბიჭო, ოპერაციული მექანიზმი გონება. ამის უკან ცნობიერება რა. ცნობიერების უკან ქვეცნობიერი, რომელშიც დევს აი რა გინდა ყველაფერი. რაც კი ადამიანური ცნობიერების გამოვლინება ყველაფერი. და მე გეუბნები შემდგომს რომ მოძალადე ადამიანის ცნობიერების ნაწილი იყოს მოძალადე. ხო. და რახან მე ეს ვიცი ნიშნავს იმას რომ ხედავ ჩემთვის არაფერი არ არის არაბუნებრივი რაც ადამიანს შემაგა აკეთოს. და ამ თვალსაზრისით მე განჯის მომენტი არ მაქვს. ხო. არც საკუთარ თავთან, არც სხვასთან. და ეს მიმართებს ცხოვრებას. ყველაფერთან მიმართებს. აქედან გამომდინარე, უყურე თუ ეს იქნება გაგებული, მაგ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი კვლევას იწყებს თავთან, როდესაც დაინახავს საკუთარ თავში ესეთ რაღაცებს, ამის დანახვა პრობლემა აღარ ხდება. ხო. მიხდი, უბრალოდ ცნობიერება ნახე რასაკეთებს ნიკოლოზ. ნელ-ნელა აქ რისი გადახარშვაც შეუძლია. ნელ-ნელა მაგრამ ამ მექანიზმით რომელსაც მე ვხედავ და შენც და ყველა მას შეუძლია დაინახოს, სულ ყველას მე ვფიქრობ რომ ყველას შეუძლია ეხლავე დაინახოს ეს. ხო, იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივია, რასაც თქვი ახლა მე ალეგორიკურია, მაგაში კი ქვეცნობიერებაში, ადამიანის ქვეცნობიერებში დევს თუ კი რამე არსებობს ცნობიერებისთვის ყველაფერი. და რომელიც ნელ-ნელა მუშავდება. და მუღამიც ეს არის რომ ამას ჩახედო თვალებში და ნელ-ნელა გაანეიტრალო. და ცხოვრება ამის არკე. ამის არკე. იცი რა, აი ნახე. ნახე რა მარტივი არის, ნახე გაიგო. ხედავ? ამას იმ ცხეთიდან მოვდივარ რა. ხოდა? მანქანას მართავ. მუსიკა მაქვს ჩართული, ესე ხელი მაგაშლილი. ნეტარება რა. სიგიჟე ანუ ფხიზელი ნეტარება რა, მუსიკას უსმენ. ცნობიერების ნეტარი მდგომარეობა. ნახე ხოლმე. ცოტა ხანში ვიღაცა მოდის უკან და მისიგნალებს უმიზეზად. მისიგნალებს შეუძლია გავიაროს რა. მე ამიარა გვერდი, ასე ჩემს გვერდით დადგა. პანჯარა ჩამოუწია, მომისიგნალეს მაგრამ რა. ნახე. მეც გავიკიდე და მიუსიგნალე რა და მე იქით გადავიდა. თავი გზაზე წავიდა, მე ჩემ გზაზე წავიდა. მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მე ამ გზად მივდიოდი, ბრაზ ჩამერთო, ბრაზ. ხა მუღამერაში დგომას, გამოვიდა ის იქით გადავიდა გუდურთან გადაუხვია, მე აქეთ მოვდივარ საბუთალოს ხედავ. მუღამერაში დგომას. ბიჭო, ფიქრობ რა. რატო მოხდა ეს ჩემს ფილმში? ანუ, ჩემს ცხოვრებაში რატო მოხდა ეს? პასუხი არის ძალიან მარტივი. იმიტომ რომ აი ამ ნეტარების ფონზე 0.3% ჩემში ცნობიერების 0.3 ვუტრირებ ამ ციფრს ხო ხდება? რა თქმა უნდა ამას ცნობიერებას რაღაც მეჟერინგი არ აქვს რასაც 0.3 შემიძლია ჩავთ. უბრალოდ სიტყვაზე ვიზახია გონების დონეს. 0.3%-ით არსებობს შიგნი მოძალადებრივი ცნობიერება, რომელმაც ეს უბრალოდ გამოიწვია. ხო. ამ 0.3-მა ეს ადამიანი მოიზიდა. და ჩემში ცხოვრებაში ესეთი 0.3 ხდება წელიწადში ერთხელ სიტყვაზე ვიცახ. გამიგრას გეუბნები. და მანამ სანამ 0.3 იქნება შიგნით, ესეთი ადამიანი ყოველთვის მოვა და მომისიგნალებს. კი. და იქ რაც მოხდა ის ადამიანი არაფერში არ არის, ესა იყო სარკე ჩემი ცნობიერების. და ნიშნავს იმას რომ მამა ჩახედე მაგას სარკეა რომ 0.3 ისევ მანდარი. და ძალიან მარტივად არის საქმე. მანამ სანამ ეს არ განულდება, სულ მოხდება. და ეხა ეს 0.3 გადათარგმნე რაშიც გინდა იმაში. თუ კი შინაგანად ხარ გაბრაზე ბრაზი გაქვს შიგნი. და ეს არის სიტყვაზე 87%. 87%-ის ნახე, ამას ვიზახი, ცოტა წეღარო გითხარი რა, რომ პრინციპის თემებზე მე თუ გინდა ვისაუბროთ მეთქი რა. ერთ-ერთი პრინციპი არის ნემსის პრინციპი რა. ნემსის პრინციპი მდგომარეობს შემდგომში რა. ნემსი ხო გახსნა სამედიცინო ნემსი წარმოიდგინე. ესეთი თავი აქვს და შიგნი რა ეს ყოლბა. ხო.
თუ აკეთა ეს ნემსიტავი ყოფაში შერჩობილი რა თუ აკეთა მხარეს 87% არის სიბრაზე ყოფიდან 87%-ის გამოვლინება მოხდება. ანუ სინამდვილეში ცნობიერება გაამხელს საკუთარ თავს და მოიზიდავს ისეთ ფაქტორებს, რაზეც მე გავბრაზდები. ანუ ამ სიბრაზე ცნობიერების შიგნის სიკვდილს მიეცემა შინაარსი 87%-ის. და მანამ სანამ ეს არ განულდება შიგნით ყოფაში სულ მოხდება ფაქტები. ეხლა ნახე ნოლის პრინციპი რა შემდგომარეობს რა. ამას ინოზე სხვა განავრცელებ. მაგრამ ესეთ კაი ილუსტრაციალი მაგის რა. როგორი თუ სირცხვილის შეგრძნება. სინამდვილეში სირცხვილის შეგრძნება სირცხვილის განცდამ იღებს ფორმას. თუ ის მცხვენია მე. ჩემ შემთხვევაში ძალიან მარტივი იყო რა ცხვირის მცხვენოდა რა. სირცხვილის შეგრძნება ადამიანის ცნობიერებაში იმთავითვე ბუდობს. და ეს ყოველთვის რაღაცა ფორმას იღებს. ანუ მცხვენი არ ისი. სირცხვილის გზნობა და შინაარსი თუ ის მცხვენი. მოხდება რა. კი. ეხლა ვყავ მე მცხვენია ცხვირის. ეს სირცხვილის გზნობა სიტყვაზე იყო 67% შიგნით. სამყაროდან მოდიოდან ადამიანები ყოფაში, ვინც ჩემ ცხვირს ყურადღებას აქცევდნენ და მეუბნებოდნენ რასაცილო ცხვირი. ამახვილებდნენ ხო? ამახვილებდნენ. ეს ხდებოდა მხოლოდ იმიტომ რომ ცნობიერებაში იყო სირცხვილის განცდა. და სირცხვილის განცდა ყოფაში იწვევდა მოზიდვას იმ ადამიანების, ვინც ჩემ ცხვირს ყურადღებას აქცევდნენ. ან თვალსაზრისით რომ მე кайფებდნენ, მეღადებოდნენ ასე შემდეგ. ახლა ყურე შეგამოსო. სინამდვილეში ცნობიერება ავლენდა თავს. ცნობიერება რეალიზდებოდა ყოფაში. ცნობიერება ამხელდა თავს, აი რა სიტყვების გინდათ და არქივ მდგომარეობაში. და როდესაც ეს შემცირდა 12%-ამდე. 12% იყო ამის მოწოდება. და როცა განულდა, განულება ნიშნავს იმას, რომ ნულია. ანუ ამასა და ამას შორის ნოლი დევს სირცხვილის შეგრძნება ნოლია. შესაბამისად თუ აქ არაფერი არის, აქ ანუ გარედან ვეღარაფერს ვერ მოიზიდავს. და მოხდა მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფლება სირცხვილისგან არის სწორედ ეს მდგომარეობა. და წეღან რომ მოუბრუნდეთ ამ მდგომარეობას, ნახე ყურე, მე ვახსენე სირცხვილი, მე ვახსენე მოძალადეობრივი. ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანის ცნობიერებისა. და თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ შენ ამისგან ხარ თავისუფალი. ეხლა წეღან რომ ვახსენე კარგად ყოფნა. კარგად ყოფნა არის პროცესი, მდგომარეობა, როდესაც შენ აი ამ რაღაცებისგან ხარ თავისუფალი. განულებული გაქვს. განულებული გაქვს. და როდესაც ესეთი რაღაცები განულებული გაქვს, ცნობიერებას სული რაც გინდა დაარქვი, თავისთავად ცარიელდება და მასში სიხარული ხარება ეს დაედინება, მიხვდი? და თუ ეს სავსე არის დანაშაული შეგრძნებით, სირცხვილით, ძალადობრივი სულიერით და მთელი რაღაცებით, უბრალოდ ადგილი აღარ შევა ცნობიერებას რა. მიხვდი? ეს ჯერეთი ენერგიის გახარჯინებს თავისთავად. თუმცა უბრალოდ ადგილი აღარ შევა. და მთელი ამისი სიმარტივე და кайფი და მოღავი მდგომარეობს იმაში, რომ ბიჭო სარკე გაცხოვრების ამის და ეს ფუნდამენტურ საკითხს ნიკოლას. თუ კი სიტყვაზე ავიღოთ ნებისმიერ გინდა იოგა იღენ, ყველაფერი ხო იოგა ჩემთვის ყველაფერი იოგა. თუ კი ეს პრაქტიკა, რომელსაც ადამიანი აპრაქტიკებს, ისწავლება, რომელსაც ადამიანი ისწავლება, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ეს სირცხვილის გზნობა მე ჩაომიშოროს. უნდა დასვას ადამიანმა საკითხი. ან ეს პრაქტიკა არ მუშაობს? ან მე ვერ გავიქე. ხო. და თუ იდენტიფიკატორი არის. იდენტიფიკატორია და ამაზე ესეთი ყველაზე ჩემი დიდი პატივისცემა სოფიებს ეკუთვნის იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხალხი, ეს ადამიანები ყოფას იყენებდნენ სულ სარკეთ თავიანთ ცნობიერებისა. და ამაზე იყო შექმნილი უზარმაზარი რაოდენობა იგავების, მაგალითად მოლა ნასრედინის იგავების მაგაზი არის აგებული, რომ ადამიანების თავიანთ ცნობიერებს ასე იუმორის თვალსაზრისით ეუბნებოდნენ, რომ ხო, ეგ არის რა. საკუთარ თავზე кайფი ან. საკუთარ თავზე кайფი. ანუ ეს არის ძალიან დიდი იარაღი იმისა, რომ შენ შეძლო რა, მაგათაც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი იგავი არის მოლა ნასრედინის და თავისი ვირის იგავი. მოგიყვე გინდა? კი.
მოლოდი თავის ვირი ქალაქში მიდიან რა და მოაჭუჭელებს ამ თავის ჯიგარი მოლოდა ნასრედი და დიდი შენობა არის რა და ამ შენობის წინ უამრავი ახალგაზრდები ირევიან და ერთ-ერთ ახალგაზრდას ეუბნება რომ ეს ორა შენობა არისო და უნივერსიტეტია აქ რა ხდება და ეს შენი ვირიო თუ კიდე შეუშიო და 5 წელიწადში ადამიანი თაქცევენო გაეხმარება სტუდენტი გაუხარდება ამ ერთხელ საჯდომზე ხელს შეუშევს თავის ვირს უნივერსიტეტში 5 წელიწადში ბრუნდება მოლა ზუსტად დათქმულ დღეს ათვარებს ხა ამ სტუდენტებს 5 წლის მერე ერთ-ერთი შეარჩევს რომელსაც ძალიან ლამაზი თვალები ქონდა თავისი ვირივით უტაო შენო ჩემი ვირი არ ხარო რა უტაო რა ვირიო და უბღირა სტუდენტი შენო ჩემი ვირი ხარო გიცანიო არა არ ვარ შენ ვირი ბრაზოს სტუდენტი ხა მე კი ვიცინო შენო ჩემი ვირი ხარო და ეს მოკეთე სტუდენტის ციხს კრავს და გადააგდებს ამ შენ მოლას მოლადგება იფერთხავსთან ხასმას და ეუნება შემდეგ სტუდენტს რა რომ ირო ადამიანად კი გაქცეს მაგრამ ჩვევები გედაგჩა ძალიან გაუსუფიების კლასი თელი მუღამი მდგომარეობს იმაში რომ თუ ეს სწავლება რომელიც შენ ფიქრობ რომ ადამიანად გაქცევს მაგრამ ჩვევები გედაგჩა მაშინ არ მუშაობს ხო მესმის ხტერას გაუნა და ხო სუფიებს მუღამისა გიყო რომ ხერა საოცარია რა მაგის მოქენის მდგომარეობს იმაში რომ სუფიების ის სუეგა რა ცხოვრებისეულ გაკვეთილები ცხოვრებისეულ მაგალითად იუმორზე შენიღბული ხო იმიტომ რომ იმ პერიოდისთვის სადაც ეგენი ცხოვრობდნენ უზარმაზარი სიყვარული პირდაპირ ადამიანს უჭირდათ ამისი ამიტომ იგავებს თვალსაზრისით იუმორი ეგო სტრუქტურას ხო გვერდზე წევს რა და ნუ პირდაპირ არ აჯახებს შენ თავზე იღებ სხვანაირად ირიბულად იღებ და საოცრებას აკეთებდა იმ პერიოდში თუმცა ვფიქრობ რომ ეხაც ძალიან მაგარია ეხაც ყველა ეპოქაში ერთ-ერთი კი არა რა თუნდა მაგას ლაპარაკი ანუ ეხა შენ რაც ლაპარაკე მაგედან საბოლოო ჯამში რომ მივიდეთ რა ან destination-ი რო იყოს კარგად ყოფნა რაც თქვით რა მაგ არის ხა რაც ვილაპარაკეთ აქამდე ორი დასკვნა რა ერთი რომ გულწრფელობა საკუთარ თავთან ანუ გულწრფელი რო იყო და მეორე რომ იკაიფო საკუთარ თავზე ეგ ერთ-ერთი იარაღია ხო ეს ორი იარაღი თქვა რა რომ ანუ იკაიფო საკუთარ თავზე და გულწრფელი იყო და აი და ბოდიშერტი რომ და მიიღო ცნობიერების ის ნაწილები რომელიც ბუნებრივია რომ შიგნი იყოს ხო რო აღიარებ რომ შენში ეს ყველა ნაგავი და ყველა სიკეთე ერთდროულად არსებობს რა თქმა უნდა ანუ აბსოლუტურად ყველაფერი რა და ხო არა ეგ მაგაში გეთანხმები იმიტომ რომ მე რასაც დავაკვირდი ამ გზაზე ეს ეგრეთ წოდებულ სულიერ გზაზე ანუ როგორ რაღაც ესე აი მართლა ბევრი მუშაობის შედეგად რაღაცეები სტრუქტურიზდება რა შენში კრისტალიზდება შენში და რაღაცა კრისტალიზდება რა რაღაცა ენერგია კრისტალიზდება რაღაც დონის კარგად ყოფნა კრისტალიზდება რაღაც მაგრამ მე კრიტიკულ სიტუაციებში მაინც რო ვარდებ კიდე ხომ მწვავდება რაღაცეები კარმული უფრო მეტი გედება რაღაც გამიტომ რომ შეგილია უფრო მეტი სატანა მე იქ ავლენ რაღაცა თვისებებს რომელიც ანუ შეიძლება არ მოგწონდეს რა გერჩინოს რომ ეგ აღარ ჯობდა რომ არ ყოფილიყო რა თქვათ ეს რა იმიტომ უფრო კომფორტულად დაიძინებდი ღამე რა ეს თვისებები რომ არ ამოსულიყო რა და გირჩევნია ესე რა თან რაღაც პერიოდი მიჩვეული ხარ რომ ესე ცხოვრობდი მეტნაკლებად ანუ არ ჩანდა ეს რაღაცები მე რაღაც კრიტიკული სიტუაციები ისევ მწვავდება იქ ცნობიერება ისევ ვლინდება შენ როგორც ძახი და ისევ ხედავ ამ თვისებებს აი მანდ მე დავინახე პირადად ჩემი მაგალითზე დავინახე ძალიან დიდი საფრთხე იმის რომ ითამაშო რომ ვითომ არა გაქვს ეს თვისებები ანუ აი თითქოს თვალი არ გაუსწორო მაგ რაღაც გამოვლინებებს შენსას იმიტომ რომ ეგ სულიერ ეგოს გიმცირებს რა იმიტომ რომ რაღაცა აი ხარ რაღაც ისიც რაღაცა ეგოს კონსტრუქტი შეიქმნა შენში რომ აი ესე და ესეთი ტიპი ხარ და რაღაცა და ეხა ეს რაღაცა არ გეკადრება რა თქვა ეგეთი საქციელი თუ რაღაცა რა და მე რომ ვლინდება მაგას ხო ანუ მე აი მან ძალიან დიდი სიმამაცია საჭირო რომ შეხედო რომ არა რა ვარ აი ეგეთიც ვარ
ეხა მან ეხა მე რაღაცა ჩემი დასკვრა მაქვს, მაგას მერე ვიტყვი, მაგრამ შენ რას ფიქრობ, მან მერე უკვე შემდეგი გზა რა არის რა? თქვათ აი კაი, აღიარებ რომ შენ თქვათ რაღაც თვისებები გაგაჩნია, რომელიც გეგონა რომ აღარ ქონდა ან არ მოგწონს და რაღაც. და ჭამას გულწრფელად აღიარებ, ამაზე кайფობ, მაგრამ ეს თვისებები ისევ გაქვს. ამას ანუ შენ როგორ ფიქრობ, რომ ამას უნდა დააცადო, რომ თავისით მერე მომწიფდეს და აღარ იქნება, თუ რამეს კიდე ამატებ, კიდე რამე დაკვირვებას ან რამე მეთოდს, რომ დააჩქარო ეს პროცესი, რომ კი შენიშნე, რომ ეხლა რაღაცა ეს თვისება გააქვს, მაგრამ მერე კიდე შენიშნე და ცოტა იღლები რა ამ რაღაცისგან რა, ანუ მინდა განთავისუფლება, მაგრამ ეგრე მარტივად არ. თან მიღებული გაქვს. ანუ იღებ რა ამას რა, მაგრამ ნუ ხო შეიძლება ვიღაცა წუხდება შენით რა, ანუ შენი რაღაცა გამოვლინებით ვიღაცებს აწუხებ. და რაღაცა ჰიგიენა რო დაიცვა ხო, ანუ რაღაც გინდა რომ მალე მორჩეს რა ეს რაღაცა და აი მან რაღაც აი შემდეგი ნაბიჯი რა არის? კაი, შეამჩნია გულწრფელი. ხო, აბა. დასვა კითხო მდგომარეობს იმაში რომ გაიგო რაში გჭირდება ეგ? საერთოდ ვაფშე რატო ხდება, ხო? რაში მჭირდება მაგალითად ნახე უყურებ. ხო. რატო არ უშვებ მე ხელს ამ თვისებას? რომელიც მე ვიცი რომ აწუხებს. თუ კაცი ავს არ დათმობს, კარგი რა დასათმობია. ეგრე რა. გამოუშვი ხო? ეგრე რა. მოგემ მდგომარეობს იმაში რომ თუ კი რამე ცხოვრებაში ადამიანს აქვს ცნობიერების პრობლემა, აქვს მხოლოდ იმიტომ რომ არ თმობს. ანუ ვერ თმობს. რომელიც გინდა აიღე. ეხლა რა შენ რასაც ეხა ამოატრიალე ამ თვალსაზრისით. მე მაგას გავუმარტივებ. თუ კი მე ვერ ვლახავ რაღაცა გადავლახე და მე კიდე მომიტრიალ და უკან სხვა ფორმა. თუ ვერ ვლახავ აქ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ეს ჩემს ცხოვრებაში, რატო ხდება ეს ჩემს ფილმში და რაში მაწყობს მე ეს და ბენეფიტი ყოველთვის არის. იმიტომ რომ რაც ალოგიკურია გონებისთვის, ის არ არის ალოგიკური ცნობიერებისთვის და ცნობიერებას ყოველთვის აქ ბენეფიტი მომხდარიდან. ყოველთვის გამონაკლისის გარეშე. გამონაკლისის გარეშე. ნახე უყურე. შეხედა. ნუ 18 წლიდან მქონდა ფინანსური ვალი და სესხი. 18 წლიდან. ეს გაგზავნა და გასტანა 20 წელიწადს. 20 წელიწადი არის ეპოქალური ნაწილი ხო ხდები ამის ცხოვრებაში. ანუ 18-დან 20-მდე გქონდა თუ 20 წელი და 38-მდე მქონდა. კაი რას ლაპარაკობ. 20 წელიწადი მქონდა. რავალი აიხევის. რატო არ გვეუბნები? სულ მქონდა ვალი, სულ მქონდა რა ვიღაცის ან რაღაც. ეს პატერნი იყო ეს. ეს იყო პატერნი. ეხლა უყურე ნახე. მოდი ავიღოთ გონების სამი მექანიზმი რა და განვიხილოთ. ხო. რა ბენეფიტი შეიძლება გქონდეს ვალს. მოდი მე გეტყვი შემდგომს რა. ხო. ой ბოლოს ხა აი ეს სტრუქტურა რო დავინახე და ამას კრიტიკულ სეცხში გავატარე, ეს იყო როდესაც ინტერნეტ ბანკინგში შევედი და 6 ციფრო მინუსი დაეწერა. 6 ციფრი თუ მინუსით რა. ისეთი სუხევალი. და უყურებ ამას რა და დავსვიჩენ თავთა გითხვა რატო ხდება ეს. ეხლა უყურე. მოდი გონება სამჭრელში გავათამაშოთ. ლოგიკურად დამეთახმები იმაზე რომ ვალი ადამიანისთვის არ არის სასურველი, ხომ ეთახმები? კი. ემოციურადაც მოდი ხა შენსკენ ვიქნები რა და ძალიან ხა ფსიქოანალიზში რო ჩავიდეთ, სადღაცა მე შენსკენ ვიქნები, გეტყვი რომ აი რაღაცა სახის დრაივი აქვს ვალის გადახტას რომ ქაოტურად რაღაცაში ჩამოვილი ხარ, სულ რაღაცას აკეთებ და მითხარ დაკავებული აი ოდნავ პატარა ბენეფიტი აქვს, მაგრამ ამის უკანა მხარეს თუ ეს არის 5%, 95% ემოციურად დიდი თვირთია ვალი კონდეს. ხო. ბიჭო, სხეულებრივად თვირთავს ნიკოლოს. ხო. მოდი ხა აი გონებრივად ძალიან ხა უტოპიურ თემაში თუ არ გადავადებით. არა, კაცო. ალბათ 100-დან 100 ადამიანი გეტყვის რომ ვალი ცუდია რა. ხო. მაგრამ თუ მე მაქვს ვალი ამის ბენეფიტი გააჩნია ცნობიერებას. და ცნობიერება სულ ყოველთვის იცის რატო აქვს ვალი. იმიტომ რომ ამ ბენეფიტის ან უბრალოდ მომხდარის უკან დგას ბენეფიტი.
გონება ხო ადასტურებს რომ მე ვალი არ მინდა არ მინდა ცუდია ვალი არ მინდა და ამის უკან ცნობიერებას აქვს ბენეფიტი და ეს ბენეფიტი მდგომარეობს შემდგომში რომ ვალის უკანა მხარეს მე ვარ ტანჯული უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი და ეს ცნობიერების ბენეფიტია და მანამ სანამ ადამიანი ამას თვალებში არ ჩახედავს ამას ვალი სულ ექნება ანუ ის მოვლენები რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ხდება და გონება ამას ნეგატიურად აფასებს რომ ეს ჩემთან არ მინდა ამის უკან დგას ბენეფიტის ცნობიერების ბენეფიტი თუ რას ვიღებ ამის შედეგად და კი თუ კი შენ კონკრეტულად შენზე კი არ ვეძახი ბეგეონები შენ ნებისმიერ ადამიანს ვეთქვი ამბობ რომ იცი რომ მე ამას ახლა ეს მაქვს და მე ჯერ ამას ვერ ვამუშავებ ამის უკან ბენეფიტი სარგებელი და მუღამედ გომორებს იმაში რომ დასვა შენ თავთა კითხვა რაში მაწყობს მე ეხლა ეს ხო და პასუხი ყოველთვის არის რა სარგებელს ვიღებ ხო რეალურად თუნდაც ნეგატიური გამოცდილებით მიუხედავთ იმისა რომ ოპერაციულ მექანიზმში გონება ამას შეიძლება უარყოფდეს და იტანჯებოდეს კიდეს მაგრამ ბენეფიტი ტანჯვას გააჩნია კი უზარმაზარი კი და ადამიანები კვდებიან რომ ეს ბენეფიტი მიიღონ სულს რამოდენიმე მართალი კი მიხვდეთ გეუბნები შეიძლება ადამიანი მთელი სიცოცხლე შეწიროს მხოლოდ ერთი ბენეფიტი იდიოტიზმი სიგიჟი მაგრამ თუ ამას თვალებში ვერ ჩახედავ ხო და ეგ ძალიან არაკომფორტული თემაა თან რა ძალიან აი მოსასმენათაც რა იმიტომ რომ მეც შემჩნევია ეგ ხა შერასაც იძახი რომ აი ამ ნეგატიური გამოცდილებებით ძალიან ჩემთვის ახლობელ ადამიანებზე შემიმჩნევია ჩემ თავზე შემიმჩნევია ეგ რომ ნეგატიური გამოცდილებებით აი მოკლედ აი როგორი რაღაცა იცი აი ნეგატიური გამოცდილებებში თრიფავ რა აი ეს თრიფი რაც გადიხარ ხო რაღაცა თავგადასავალი რაც არის ის რა შეიძლება კორტიზოლი იყოს თუ კორტიზოლით кайფი იყოს რაღაც კორტიზოლის кайფიც არსებობს რა ესე აი ამ სტრესში რო ხარ და აი ამ სტრესით აი სტრესი ეს რო ქნის შენ პიროვნულობას რა ეს რო ამაზე რო აშენებული დაფუძნებული რა და ეს სიმყარე შექმენი რაღაცა აი ამ დაფუძნებული კორტიზოლზე რა სტრესზე ანუ და ეგ ნებისმიერი სიმყარე უკვე ეგოს კონსტრუქტი არის და იმის დაშლა ტკივნეულია რა ხო ზოგი ახლა ქნის სხვადასხვა ფორმაში ზოგს არ შეუძლია და ყველაზე აი უბედურ გამოვლინებებში იქმნება ეგ რაღაცა კონსტრუქცია რა ეგოს და ეგეთი კონსტრუქციები რაც მე მინახავს რა მინახავს ну აი ყველაზე მეტად მინახავს შეყვარებულობის თემებში რა დამშორდა და თუ დავშორდი თუ რაღაცა და მე მანდ უკვე აი ეს რაღაცა მორევი რა და მორევში რო ხარ და თარო იტანჯები და თარო ეს რაღაცა პოზა და თან ის აი სიგიჟე რაც არის ეხა რო ვაკვირდები რუკებს ასტროლოგიურს აი 95-დან რაც უფრო ქვემოთაა საკი ეხა გამონაკლისები ყველგანაა მაგრამ 95 მით უფრო ადამიანები რომ მოდიან მით უფრო აი ეს ასტრალური მორევის ისინი სიყვარულის ასტრალური სიყვარულის მორევში რაღაცა გამოწრთობილი და აი აქ კონსტრუქცია შექმნილი ისინი რა გამოცდილებები მაქვს რა ესე ვთქვა აი რავი რა ნახდა აშკარად ეხა 96-ს მე რაღაცა სხვა თაობა შემოდის რაც უფრო ზემოთ უფრო კიდე სხვა თაობა და ეს არის რა მაგრამ აი იქ და აი მან ხედავ ძალიან შერასაც ლაპარაკობ ჩემთვის ეხა ყველაზე თვალნათლივ აი ამ სასიყვარულო სფეროში ხდება რა ეგ ისა რა რომ აი ამ სტრესზე დაფუძნებული ეგო რომელიც მე ამასთან არ უშვებ და თან ხო და აი მაგის ნახე ეხა წარმოიდგინე რომ არაფერი რო არა გაქვს ჯერ თქვა რაღაცები აღარაფერი არა გაქვს რა და აქ სტრესი გაქვს ამ სტრესზე დააშენე შენი პიროვნება და ეხა ეს სტრესიც უნდა დაანგრიო ანუ ეხლა რავი ეხლა მტკივნეულია რა ხო მტკივნეულია მაგრამ მე რა ხო მაგრამ მტკივნეული როა ხო დაანგრივა მტკივნეული მტკივნეულს განესდის მაგრამ
ისეთი კაი რაღაცები თქვი რომ უამრავი რაღაც ესე მოიფციშკა ეხა შიდა არ ვიცი რომელი საიდან რომელიც გინდა ჯერ დავიწყებ იმას რა რომ მოდი გავაანალიზოთ თუ რატო ხდება ურთიერთობაში ეს რა პირდაპირ სარკია ყველაზე ახლო სარკია პირადი ურთიერთობა ხო ზუსტად რატო იმიტომ რომ შევდესაც ადამიანთან ესეთი ინტიმურ ურთიერთობაში შედიხარ ყველა კაბელით ერთხდები მასთან და ეგრევე გასარკებს რა და სხვა შემთხვევაში ყველაფერთან ლიმიტირებულად ხარ შეერთებული და უბრალოდ დროის თვალსაზრისით არის ხანგრძლივობა არის ძალიან გადაწეული ნელა მოგინათებს აუცილებლად მაგრამ პირადი ურთიერთობა არის ესეთი ახლო კავშირი რომელიცაც მოკლე დროში შემოაქვს სრული სარკე ყველაფერს ტირობს რაც შეიძლება ითქვას მოგინათებს ყველაფერს ყველა კომპლექს რაც გაქვს ყველაფერს ამოგინათებს აბსოლუტურად ხო მეორე ერთი იცი რა მექანიზმი მდგომარეობს ასე რა და მე ვერ ხედავ ამაში რაიმე სახის ტრაგედიას ამ პრობლემას რა წლების წინ მე ეს ხო 23 წლის ასაკში მძიმე დანგრევა მივიღე და მე დამჭირდა დაახლოებით 12 წელიწადი რომ გონების თლიანობა მივიღო შეიძლება უფრო მეტი და მივიღე თლიანობა და ამ თლიანობის ფონზე მე უკვე ვაანონსებდი ფაქტიურად ჩემს დანგრევას რა და ნახე ეს თლიანობა არის რაღაც ესეთი ცნობილი ბურთულაკი და ეს ბურთულაკი არის დახურული უკვე და რახან ეს ბურთულაკი თავისთავადად ვერ არის თვითკმარი აუცილებლად დაინგრევა და ამ დანგრევის ფონზე თუ კი რაიმე არის მასში რაც მისი არ არის გაქრება და შეკავშირდება კიდე უფრო დიდი ბურთულაკი ცნობიერების კიდე ახალი მთლიანობა და კიდე დაინგრევა მანამ სანამ ეს ცნობიერება რომელიც გახდება მთლიანი არ გახდება თვითკმარი სულ დაინგრევა სულ დაინგრევა ამიტომ ეს დანგრევა შეთავსება არის ცნობიერების ძალიან ბუნებრივი პროცესი და მე ამაში ვხედავ კანონზომიერებას და ოკეი ტკივნეულია ეს დანგრევა იმიტომ რომ უზარმაზარი რაღაცები შენი გეგონა რაც შენი არ იყო აუთენტური და ამაზე მიწეპებული იყო უზარმაზარი ფსიქოლოგიური ფსიქიკური ენერგია ეს ფსიქიკური ენერგიის უკან ხო მთელი ეგო სტრუქტურა მთელი მექანიზმი იყო ჩავდე ხო შენ დაინგერი იმიტომ რომ იდენტიფიცირდებოდი იმ პატარა ნაწილაკებთან რომელიც შენი არ იყო და მთელი მუღამი მდგომარეობს მაშინ რომ ინგრევი მხოლოდ იმიტომ რომ გამთლიანდე და ისევ დაინგრევი მანამ სანამ თვითკმარი არ იქნება ცნობიერება აუცილებლად სულ მოხდება ეს სულ მესამე ნაწილში საღან იმას ფიქრობდი რა რომ მოყოლი შენ თავიდან ახსენე რა რომ არაკომფორტული თემა ამაზე საუბარია ხო მე კიდე მაგრამ ევასება ყურე ნახე ყურე მოდი რა შენ შეცვალე მაგირა და თუ შენი განწყობა იქნება ეგ რომ მოდი ამაზე შეგვიძლია საუბარი სხვასაც გაუმარტივებ რა შენს რა თქმა უნდა მიდი შენ შეცვალე მეც კიდე მეტად შევცვლი და მიზეზობრივი ამაზე ფიქრი რა მორე თუ ჩვენ თვალს დაუხუჭავთ და ვიტყვით რომ ეს არაკომფორტულია სულ არაკომფორტული და თვალ დაუხუჭავთ დარჩება და მოდი რა არის ამისთან ესეთი რაზეც არ შეგვიძლია თვალი გავუსწოროთ არა ხო დავთქი გავუსწოროთ ხო მოდი კი გასაგებია რომ არის ეს მტკივნეული ხო ესეთია და შო მაგრამ მუღამი რა შემდგომარეობს იმაში რომ იქნება რომ მტკივნეულია ჩვენი მორიგი დაჯერება იქნება იმაზე მარტივად არის საქმე ვიდრე სიტყვით შეგვიძლია ამაზე საუბარი. ნახე ერთად ეს თემა ჩემში რომ დაიწყო წეგან რომ ახსენე რომ დიდი ფსიქოლოგიური ხლეჩვა მოხდა ჩემში. ჩემმა იოგას მასწავლებელმა
ბატონმა თენგომ ვერაფერმა ჩემში ვერ იმუშავა ვერაფერმა რა შემომთავაზა ბრძოლის გზა ცნობიერული ბრძოლის გზა გაინტერესებს როგორ ეცეთი კერჩი ნახე ნიკოლოზ რა ამ ტრავმის ფონზე ფსიქოლოგიური ტრავმის ფონზე მქონდა ეჭვი და შიში რა მიჩნდებოდა კონკრეტულ მომენტებში ეჭვი და შიში თორემ ეჭვი და შიში ასეთი ეჭვი ასეთი ენერგიული ბურთული არის რა სიტყვაზე ავიღოთ შავი ფერის რა შიში ავიღოთ ყავისფერი ფერის ეჭვი და შიში ეს ენერგიული ბურთი შიგნი შემოდის რა ეს მარტივად რო დავალაგოთ რა თქვა შეიძლება ყვითელი და მწვანე შემოდის და სულ გიყავის თავისფერზე გადაყვა ანუ ეს პატარა ტიპი ეჭვი და შიში რომელიც ვიბრაციულად სინამდვილეში პატარა ტიპები არიან შემშენარში შემოდის და გაყავისფრებს ან გაშავებს ანუ მის ხასიათობრივ თვისებებზე ბორდმუძე გადაყვა რა მის ვიბრაციაში გადადიხარ მთლიანად ხო ბრძოლის გზა არის იყო მექანიზმი რომელიც თენგომ შემონთავაზა რომ ანუ ის რომ მოდიოდა მთელი ჩემი არსი კანკალებდა მის წინაშე და ბრძოლის გზა იყო მექანიზმი როდესაც მე კი არა იმას შეშინებოდა მას შეშინებოდა და მას ეთქვა რომ ეს ვინ მოვიდაო ახლოს მივე შემოხედნის შმაგიაო ესე თქოს გრასთან მოსაქმე რა და იმაში რომ აბსოლუტურად იყო მექანიზმი რომელსაც მას შეშინებოდა ჩემ და დამჭირდა აღარ მახსოვს რამდენი წელიწადი შეიძლება 12 და 14 წელიწადამდე რო ეს პროცესი დავამთავრებინა ბოლომდე და ბრძოლის გზით ეს იყო უმციკლო კონცენტრაციის მდგომარეობა, სადაც მე არ ვაჭაჭანებდი ამ მდგომარეობას და ნელა ახალი რეალობები შეიქმნა ჩემს ცხოვრებაში. ანუ როგორც კი შემოდიოდა, იმ წუთში აორთქლებდი. არა. თუ შემოდიოდა დამთავრებული იყო. არა, როგორც კი მოგიახლოვდა, ანუ ეგრევე მუქრებოდი. ანუ თუ აზრი გაიჭაჭანებდა მთელი სიგიჟე მაგას მდგომარეობას. თუ აზრი გაიჭაჭანებდა რომ შემეშინდა დამთავრებულია პროცესი. სანამ აზრი ბოლო ინსტანცია. ხო, ჯერგზნობა. შეგრძნება. შუ მთელი იქ უწყებდი ბრძოლას. მოკლედ მთელი მოგამდგომრებს იმაში რომ აი ამდენ 12 წლის მერე თუ ამდენ წლის მერე როდესაც აი ამ მექანიზმით მე ეს პროცესში დავასრულე ჩემში, ამ ბრძოლის გზით და ამას დაჭირდა უზარმაზარი ფსიქიკური ენერგია, იმიტომ რომ უმციკლო კონცენტრაციას მოითხოვდა ჩემთვის, ჩემგან ის დიდ ჩართულობას. მე მივდივარ თენგოსთან და მეუბნები რომ თენგო დასრულდა. აღვასრულე. იცი რა მითხრა? ბრძოლა საჭირო არ იყო. და სიგიჟე. მითხრა შემდგომი რომ აცი ბრძოლა გზა შენ თვითონ ისწავლე. ხო ჩვენი ბოლო საუბარი. მაგრამ სიგიჟე ამ ყოველფერს მდგომარეობს იმაში. რომ აი ამ ცნობიერებით ხო ძალიან მარტივი იყო. ხო, მაგრამ ეხლა ეგ უკვე მაგ ცნობიერებით, ამდენი რო იბრძოლე, იმ ცნობიერებით მარტივი იყო, მაგრამ. ეხლა კარტის პრინციპი უნდა გითხრა. კარტის პრინციპი. კარტის პრინციპი მდგომარეობს შემდგომში რა. ეს ადამიანი თამაშს სწავლობს. თავიდან უჭირს და საწყის პოზიციაში თამაშის ჩანს რთული. ხო. მაგრამ როდესაც სწავლობს სწავლის მერე თამაში მარტივდება, იმიტომ რომ იმ თამაშს რომელსაც გაუგებ და ამოღამებ თამაში მარტივდება. ხო. და რახან ეს ასეა. და ეხლა მე ეს მერტულება ის იმას არ ნიშნავს რომ თამაში რთულია. კი. სინამდვილეში მარტივია. კი. კარტის პრინციპით გომოროს მაგაში. და ეხლა გეუბნები შემდგომს რა რომ ყველას ვეუბნები, რაც ეხლა რთული ჩანს და აფასებ რომ რთულია, კარტის პრინციპში ტრიალებ. და როცა გაიგებ გამარტივდება და თუ ის სადღაცა გამარტივდება, ის ნიშნავს რომ ეხაც მარტივია. ეხაც მარტივია. მეხლა ეხაც აი იმაზე, კაი მეც გეტყვი, იმაზე მარტივია ვიდრე ეხა ვთქვი. ხო. მეხლა მაგრამ აქ მდგომარეობს შემდგომში წინ მაგარი თემა გამოუშვა და გეტყვი რა.
ერთი ცნობილი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი მოვიდა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემაზე ჩემთან რა. და მე მოვისმინე ამის პრობლემის შესახებ. მე მას დაუსვეს და კითხვა რა. როგორ და როდის აპირებ რომ გაუმკლავდე და მოიშორო ეს. მან კალკულაცია გააკეთა რა. და მითხრა 12 წელიწადში. კიდე მე რატო 12 წელიწადში? იმიტომ რომ პრობლემა დიდია. როგორ აპირებ ამის გამკლავებას? ისე რომ მივალ თერაპიაზე, მივალ წავალ ვიპასანაზე, წავალ იქ, წავალ აქ, წავალ იქ, მთელი პრაქტიკები ჩამოთვალე 12 წლის განმავლობაში. და 12 წელს მერე კი დაალაგდება. რატო 12 წელს მერე? იმიტომ რომ პრობლემა დიდია. და ვინ აფასებს რომ პრობლემა დიდია? ვინ შეაფასა რომ პრობლემა დიდია? ვინ აფასებს ამას? და რატოა პრობლემა დიდი? რაში გჭირდება შენ რომ პრობლემა ეხა დიდია? მე შეთავაზე წადი გაისერნე. ფეხი დგადი. რა? აქ დგას შემდგომი ნახე. ეგრე ჯერ არა ეხლა. ხო, რას ვირჩევ მე? 12 წლის მერე 12 წლის მერე ამ ჩემი აქტივობის შესახებ იყოს მოგვარებული პრობლემა, თუ მოგვარდეს პრობლემა ეხლავე. ან 12 წლის მერე მე ვიმოქმედო და პრობლემა არ მოგვარდეს, ეს არის ორი არჩევანი, ანუ მე ინვესტიცია გავიღო და ჯილდოთ მივიღო გამარჯვებული ჯილდო თუ დამარცხებული ჯილდო. ორივე ბენეფიტურია, მაგრამ იმისათვის ეს მოხდეს 12 წლიანი ისტორია ჭირდება ადამიანს. ხო. სტორილაინი. ხო. დაგდება კითხვა უსაშინლესი. მე სტორილაინს ვირჩევ. თუ კარგად ყოფნას, რამე თუ კარგად ყოფნას ირჩევს, ის აქვე გიდევს სვერცი, მაგრამ თუ სტორილაინს ირჩევ, შორია. ჯანდაბა შენი თავი და კონდეს ეგ 12 წლიანი ისტორია. 12 წლიანი ისტორიის მერე იგივე სიტყვი, რასაც ეხლა იტყვი. ხოლო და ერთი რამე დგა, მამაში შენ რაღაცით გაიბერები, მაგრამ აქვე გაქ ეგ. ხო. აქვე გაქ. მაგრამ შენ 12 წლიანი ისტორიას ირჩევ, იმიტომ რომ იქ გონია ბენეფიტი ბევრია. ხო. მაგრამ კარგი, ციგნის პრინციპი რაში მდგომარეობს? შენ მეგობრს რა ქვია? მე ნახე მე შენ და მე ვხედავთ აქ რა. რიჩი მე ვარ ციგნის გამყიდველი რა. კარგი, შემოდი ხა ჩემს მაღაზიაში და ციგს არჩევ რა. რიჩი ციგნი არის 500 გვერდიანი, სადაც ადამიანის ისტორია წერია, სადაც ადამიანი თავიდან კარგად იყო, მე პრობლემები შეექმნა და ბოლოს მოაგვარა. ან თავიდან კარგად პრობლემები შეექმნა და ბოლოს მოკვდა რაღაც ისტორია რა, მთელი სტორილაინი, მთელი დრამებითა და სიგიჟით, რომელიც კარგად თავდება ან ცუდად თავდება. და მეორე ციგნია, სადაც ყველა ფურცელზე წერია ერთი სიტყვა. კარგად თავარ. ეხლა გადმოშალე და სიგიჟი. სიხარული მეოთხე გვერდზე. მხოლოდ ერთი სიტყვა წერია. შენ ნავი რომელ წიგს აირჩევდით? რომელშიც ჰავგადასავალს და სანამ ამ წიგს ირჩევ 12 წლიანი გზა გარანტირებული. ხო რა, ზოგს 12, ზოგს 5, ზოგს 5, ზოგს 47, ზოგს სიცოცხლის ბოლომდე. ზოგს სიცოცხლე. მიხდი, მთელი მუღამის მაგაში და აუ ეხა მიდი გამოვიდა. ის რა ქვია, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნში, გნოზისში, ეკატერინა მიქელაძის მიერ ჩამოტვირთულ წიგნში. მასწავლებელი, ხო არის აღწერები რა, მთელი 4 წიგნი არის და საბაზისო თემებიდან იწყება და სულ უფრო რთულ თემებისკენ მიდის და იწყება ელემენტარული რაღაცეებით, მერე უკვე რაღაც გნოსტიკური ტექსტები მოდის, მერე რაღაცა კიდევ უფრო რთულდება და საბოლოო ჯამში ადის ამ ბრამანის ცნობიერებამდე, სადაც მე და მამა ერთი ვართ და ასე შემდეგ რა. ეს არ იქ მთელი ამბები რა, რაც ხდება დედამიწაზე, რა პროცესი, იოანეს გამოცხადების გარჩევები, ისინი ესენი და ერთ მომენტში ეუბნება მასწავლებელი იმას, რომ ციხის მაგალითი აქვს მოყვანილი რა, რომ
თუ გინდაო გასვლაო უბრალოდ კარები გააღე და გადიო რა ან ერთი სიზმარი იყო ესეთი რომ ანუ რაღაც ეს ადამიანი ციხეში იყო და გასვლა უნდოდა და ძალიან ერთულებოდა და მე ერთ მომენტში გადაწყვიტა რომ პროსტა კარი გაეღო ეს კარი გაიღო პროსტა გაევლო სადაც ბადრაგები იყვნენ გაიარა ვერ შეამჩნიეს პროსტა კიდე მეორე კარი გაიღო ის კარიც გაიღო კიდე რაღაცა გაეკეთებინა ისიც გაკეთა ესეც გაკეთა და გავიდა და აი მასწავლებლის ის იყო რომ თუ გასვლა გინდა უბრალოდ გააღე კარები და გადიო რა ანდა ეგ იყო საოცრება ჩემთვის იმიტომ რომ თელი ეს ოკულტური თემები იქა ესა ნელ-ნელა ასვლა რაღაც უნდა განდატანჯვა რაღაცა მაგრამ იმ წუთში პარადოქსულობიდან გამომდინარე რაც ღვთაებრივზე ლაპარაკი სულ პარადოქსია რა რომ იქვე გაქვს ექსიტი ეგრევე აი აბა მიდი რა თუ მიდი გააღე და გადი რა რეალურად ეგაა და თუ გინდა მე დაგიმატებ კარიც არ არსებობს ხო ნუ ხო ნახევრე ამაზე მაგი მოვიდა რა თელი სიგიჟე რა შემდგომარეობს აი მედიტაციური სილამაზე მდგომარეობს ამაში რომ ნახე შუ კარჩი ჯერ გიდირებული მედიტაცია არ მევასება ვაფშე მარა შენ თორო აკეთებ ხო და ვეუბნები რომ დებილობა ყველას ვეუბნები რომ მე ხო ვატარ გიდირებ გეუბნები დებილობას ვაკეთებთ ახლა მეტი გულწრფელობა რა ქვია დებილობა არ ჭირდება არავის არ ჭირდება მუღამი მდგომარეობს პრინციპი გაიგო რა ხო თუ არ მედიტაცია მდგომარეობასაც ხარ თემისათვის რომ იყო არაფერი საჭირო უკვე ხარ და ამის გაგება არის მუღამი რა და ხარ უძალესხმევად უხანგრძლივად ხარ აი ეს ხარ ეხა მიოფუჩიში ამის ლაპარაკი მე თუ გინდა გავიარ კი ნახე საიდან მოვადი ამ თემაზე რომ ეს რა ქვია კარებიც არ არის კარი ხო მაგრამ რას ვიზახი რა კარგი ჯო თელი საულებები სინესინი არის აგებულია რაზე რა რომ ამის კვლევა ერთი წამოვიდა საოცარი ისტორიისგან რომელიც ჩემ მასწავლებელმა მიყვარა ოსტატი იყო ლირა თავის მოსწავლეს უცბად ეუნება რა რომ ეხა ზემოთ ახედეო და წარმოიდგინე კოკაწყლით სავსეო რა და ხო წარმოიდგინა და გაიხსნა მედიტაცია გაიხსნა იგივე სხვასთან არ მუშაობს არა ხო ნახე თელ მუღამი მდგომარეობს ნახე უყურე კარგი ამასენებზე საუბრობდი და ხშირად ამბობ ხოლმე ამ მექანიზმს რა თუ კი რაღაცა თუ გინდ მედიტაცია იღე გინდ სიხარული იღე გინდ ნეტარები იღე რაც გინდა ესეთი კარგი ხო კარგი ეს ბჭყალებში აიღე გონება იმახსოვრებს თუ როგორ გააკეთა ეს კი მიხვდი და აი ისი რა დონეზე იმახსოვრებს ნიკოლოზ აი სხეულის მოლეკულურ დონეზე იმახსოვრებს ანუ ისე კი არა რომ აი რაღაც აი სხეულის სიტყვების კი ახსოვს სუნიც ახსოვს ეს ზედა გონების თელი სხეულის მოლეკულურ დონეზე იმახსოვრებს თუ როგორ გაკეთა ეს ხო კარგი წარმოიდგინე და გონება კეთებს რომ კარგი ცდილობს რომ პასვორდი დაიმახსოვროს რა ეს პასვორდი რომელიც ხსნის კარებს და ეს პასვორდი არის რამხელა იცი მოლეკულურ დონეზე ეს პასვორდი არის რავი 1000 ციფრიანი არა უზარმაზარ ციფრიანი და კარგი ჩალიჩობს რომ პასვორდი ჩაწეროს კიდე ერთხელ რომ ისევ გაეღოს და ეს პასვორდი ერთ წამში ერთხელ იცვლება რომ კარი გაიღოს და სიგიჟე მდგომარეობს რომ კარებიც არ არსებობს პასვორდი ხო იცვლება და კარიც არ არსებობს და ის დამახსოვრებული პასვორდი უბრალოდ აღარ მუშაობს და მუღამი მდგომარეობს სიძველისა იმაში რომ სწავლებების 99% დამახსოვრებული პასვორდებია ხო და მე ამიტომ ყოველთვის ძველია და კარი არსებობს პასვორდიც არსებობს აქედან გამომდინარე რასაც ადამიანი ბიჭო თაჟი სხვა სასწავლის კერ თვითონ აკეთებს უკვე ძველი თუ ხელახლა არ დაიბადა ყველაფრისთვის ხო და აქედან გამომდინარე თელი სიგიჟე მდგომარეობს იმაში რომ
უკოლევაში იყო რა ცოცხლა დახალი რა აი შეიძლება რომ მიდი გამოუშვი რა კარგად სწავლობ ეხა შენ რასაც ლაპარაკობ ეს ეხა იმ ხელა ტკივილებიდან და იმებიდან და რაღაცებიდან იქ დაწურული და იქ განდობილი რაღაცა არის შენი თავიდან რომ ამას ეხა ძალიან დიდი ძალა აქვს შეიძლება ხალხი უსმენს რა ვიღაცას მოხდეს და იმ წუთში გაიგოს რაზეა ლაპარაკი რაზე საუბრობთ უცბად შეიძლება გაიგოს მაგრამ მე მგონია რომ თუნდაც ისიც რომ მეთოდებიც იყოს თუ გიდირებულიც იყოს ისიც იყოს საჭიროა რა ეგეც რა მე არ ვარ ხო ანუ თავგადასავალი იყოს მე ხო რა ანუ თავგადასავალი უნდა იყოს მაგიტომაც არა ვარ აქ ხა რაღაცა თავგადასავალი ბიჭო მაგარი იყოს რაც გინდა იყოს გეუბნები ყველანაირი თავგადასავალია აი რაღაცა ისინი ხო რეალ აღწერები რომ აი რომ გადიან სხეული მე რა გარდაცვალების მერე და კვლელიც და ვინც მოკლეს და ისიც რომ ერთმანეთს ხვდებიან და ამ რაღაცებზე რომ ეცინებათ აქ რაც ხდებოდა რა ზიგიჟეზე რა რაღაცა და როგორი ანუ წარმოიდგინე აი ამ მატრიცა რო დავარქვათ რა ამ მატრიცაში ხა სადაც ვართ რა რამდენად ტრაგიკული მოვლენებია ხო ანუ ესე რო შეხედო რა თქვათ სულთა ესე რო თქვათ ადამიანური გადმოსახედით რა დონის ტრაგიკული მოვლენებია თუნდაც ჩვენ გარშემო ხო თუნდაც რავი ომების და ამ პერიოდში რომ იქ რა ხდება საერთოდ აი სრული საგიჟეთები ძალადობები ისეთი ტიპი ძალადობები რომ ჩვენ წარმოდგენაც არ შეგვიძლია ხო ან ძალიან რთულია მაგის წარმოდგენა და კონკრეტული ადამიანების ტანჯვები მაგრამ არის რაღაცა განზომილებრივი სვიჩი და ანუ ის ყველაფერი არის აბსურდი რა ან თამაში დაარქვი თუ გინდა ან თუ გინდა რაღაცა არ ვიცი სულის გამოცდილება თუ სიზმარი თუ აი როგორც ზუსტად სიზმარი კაი ანალოგია რა სიზმარში რაღაც აი 1000-ნაირი რაღაც შეიძლება ტანჯვა მოხდეს მაგრამ როგორც კი გამოიღვიძებ კი იტყვი რომ კოშმარი იყო მაგრამ ხა ამაზე ხო აღარ იქნები ისე რომ აიმე და რაღაცასო გამოიღვიძე ხო და აი ეგეთ რაღაცას ვამუღამებ მე ამ სამყაროს დაკვირვებისას და ჩემი გამოცდილებებით რა რომ ეს ანუ ეს სვიჩი მე მგონია რომ ამას ფლად ჩვენ არ ვაკეთებთ რა გვენდობა ეს რაღაცა ღმერთი დაარქვი თუ გინდა რა გვენდობა რაღაცნაირად ჩვენ ამისთვის რაღაცნაირად რაღაცა რაღაც წვალობთ ენერგიას ვდებთ თითქოს ან რაღაცა ხარშვა მიდის და იმ ხარშვის მომენტში რაღაც კულმინაციის დროს რაღაცა გაგება დგება სადგურდება შენში რა მაგას ვერ იტყვი რომ შენ გაიგე თითქოს აი გაგება ხდება რა გაგენდო თითქოს რაღაცა რა და ესეთი ანუ ვიღაცები არიან რომლებიც თქვათ ახლა ამ პოდკასტს მოისმენენ და შენი ლაპარაკი იმიტომ რომ თვითონაც შევა ამ ცხოვრებაში შევა წინა რეინკარნაციებიდან გამომდინარე ეს დუღილი იყო და ზუსტად მოხდება ეგ და გაგება მოხდება და შეიძლება იყოს ის რომ ვაფშე ვერ გაიგოს რას ლაპარაკობ რა და პროსტა ანუ რავი ხა ზუსტად მაგ დროსაა საჭირო რომ ყველანაირი ამ დროს უკვე ეს პარადოქსულობა სამყაროსი რომ უკვე შემოდის რავი მეთოდიც პრაქტიკების იოგა ნიდრაც გიდირებული მედიტაციებით ისევ ამ ხარშვისთვის და ისევ ამ თავგადასავლისთვის რომელიც მე სადღაც აი ალექსი გოგოლაძე რო არის ხო იცი ახლა აი მაგ ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი მაგასთან დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდი და აი მაგას ვაკვირდები ხოლმე რომ მაგასთან რაღაცა მოხდა რაღაცა გაცნობიერება მოხდა რა თან მაგასთანაც ბევრი ტანჯვის მერე მოხდა გაცნობიერება და ამ დუღილის მერე და ეხლა ცდილობს რომ ეს ამის არტიკულირება გააკეთოს რა მაგრამ ძალიან უჭირს და იმ ერთადერთი უბრალოდ რაც ამას ამარტივებს ის არის რომ თვითონ იმდენად ავთენტურია ამ გამოცდილებაში რომ თავისი უბრალო გადმოცემული რაღაცა აი ესე იყავი რა აქ ახარ რა გეტყვის რა ეგეთი აქ ახარ შეგიძლია გითხრას ერთი 1000 მაკაცმა რა მაგრამ არაფერს ძალა არ იქნება არცეც
ანუ აი ის რო გეუბნება მაგ ახახა რაღაცას შვება რა მაგის ნათქვამი რა ისა რა მაგრამ მე ამოდროულად ვიძახი რომ რაც უფრო კარგად შეგილია რომ გადმოცე და გააგებინო მით უფრო კარგი არის ეგ მე მარტო სიმარტივეების მომხრე არა ვარ რა ზოგადად რა ანუ ის რა ქვია ანუ რაც უფრო სიჩუმის tool ფორმაში გადმოცემა შეგიძლია გასაგებად ან დახვეწილად ან sophisticated რაღაც იყოს ეს კარგითვის კარგი არის ეს ჩემი აზრით რა და ნუ აი ხა შენ რასაც ლაპარაკობ აი შენი ძალიან მაინტერესებდა შენში რა ხდებოდა ეს პერიოდი რაღაც მოხდა ესე რომ ვერ ვნახეთ ერთმანეთი რა და ესე მე პირდაპირ აი სტუდიაში ვზივარ და ვლაპარაკობთ ახლა ამ თემებზე და ძალიან მესმის ახლა განცდის დონეზე შენ რაც გაიარე და ახლა რა განცდასაც ყვები რა შენ ძალიან ცოცხალია ძალა აქვს რა ახლა ზუსტად მაგას რასაც იძახი აი ამას ძალიან დიდი ძალა აქვს და აი ამის მერე ახლა შენ აი ხა რა რეალიზებაც გაქვს თქვა აი გაგრძელებას როგორ ხედავ რავი თუ გინდა მსახურება და არ ქვი თუ გინდა პროსტა გაზიარება ანუ ამკამდე მასწავლებელი იყავი ეხაც მასწავლებელი იქნები და რა შეიცვალა ახლა აი ამ ეხა კარგად ვარ მაგრამ და როგორ კარგად ცირა კეჩი თქმაც კი არ ჭირდება რა სინამდვილეში მე ალექს არ ვიცნობ შენ თქვი ნახე საინტერესო რაღაცა უფრო თუ მისი უბრალოდ ნათქვამი რეზონირებს იმიტომ რეზონირებს რომ ეს ნიშნავს იმას რომ ამ ადამიანს მართლა განცდილი კი ხო მე ხტერას გონო ხო მაგრამ თუ მართლა განცდილი არა გაქვს ამის ირგვლივ სიტყვები ფუჭია ძალიან მარტივ რამეს გეტყვი რა მექანიზმი უმარტივესია ნიკოლოზ რა აი თქვა მე შინაგანად პატვის არ გცემ რა მაგრამ ამის საპირწონეთ კულტურულ სიტყვებს გელაპარაკები რა ჩემი თმის მხერის გამყიდის ხტი შენ ამას იგზნობ ხტი იგზნობ უეჭველი ხო მაგრამ თუ მე ატივისცემ მაგ შენს მიმართ კონტროლი აღარ მჭირდება თქმაც არ მჭირდება უკვე არის და ნახე ჩემი და შენი ურთიერთობა იქნება უძალისხმეო თუ კი 1% არის ცხოვრებაში ესეთი ეს ნიშნავს იმას რომ ყველაფერი შეიძლება იყოს იგივე ეხლა ეს გადმოთარგმნე რაშიც გინდა იმაში ხო ნახე უყურე იმისათვის რომ იყო არაფერი რა საჭირო უკვე ხარ წარმოიდგინე ხა შენ ჩემთან მოდიხარ იოგას კლასზე და მე ვცდილობ რომ იოგი ვიყო ამას ხო დააფიქსირე ხო აბარა და რა არის იოგი ჩემთვის იოგა არის ის პროცესი როდესაც მე არაფერს აღარ ვთამაშობ ეს არის იოგა ხო და თელი მუღამი მდგომარეობს იმაში და ერთადერთი არაეგოისტური მომენტი ადამიანის ყოფაში მდგომარეობს იმაში რომ თვითონ იყოს კარგად და თუ მე კარგად ვარ და ამ კარგად ყოფნაში მოიაზრება ჩემი ცნობიერების კარგად რომ სიტყვას ვერ ვარქმევ ცნობიერების სილაღე სიფარპატე ნეტარება თუ ეს ჩემში არსებობს აი ამ მდგომარეობის სწავლა სიტყვას არ ჭირდება მიხვდი ის ყოველთვის გარეთ გამოვა სიტყვას არ ჭირდება უკვე როგორ შეიძლება ადამიანს ასწავლო ეს მდგომარეობა თუ კი შინაგანად არ ხარ მე ვიზახი რომ სწავლებაში კი არის საქმე ამ სწავლების უკან რა დგას ვინ დგას აი ამაში არის საქმე და თუ აი ამის თუ მე კარგად ვარ ამ კარგად ყოფნა მთქვას და თქვას რაც უნდა ის
გინდ ნიდრა თქვას გინდ ნიდრა თქვას გინდ რაც ყველაფერი ჩემთვის სულ ერთია ზუსტად მეხტი ყველაფერი ჩემთვის კარგად ყოფნა თქვას და რა სიტყვის სულ ერთია და თუ ეს არის აპრიორი მაშინ ამ შემთხვევაში უკან მოგიტრიალებ ხა ამ თემას ნიდრა ბრიტო ეს მთელი ეს სწავლებები უნდა უზრუნველყოფდეს აი ამ ნეტარ მდგომარეობას და მიზანი ის კი არ უნდა იყოს რომ ნიდრა აკეთო მიზანი უნდა აკეთო ნიდრა იმიტომ აკეთო რომ კარგად გახდე და თუ მე კარგად ვარ დე კარგად ყოფნა მთქვას და იტყვის თუ დადუმდება უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს აი ამ მდგომარეობისთვის ამ მდგომარეობის როდესაც აი შინაგანად ესეთი ხარ მისთვის ყველა ისტორია გაჭრაც და გაუჭრელობაც ან იტყვის თუ არ იტყვის მნიშვნელობა აღარ ის მაინც იქნება ხო და კარგად ყოფნა მთქვას ნახე ყურე ჩემთან რომ მომდენ ადამიანები რა მეუნებიან რა ცირა გავხდე მინდა წონაში კლება მინდა და ეხლა ყონა ეს მარტივ რაღაცას მეუნები არა რატო არა მე წონაში კლება მინდა არა ჩემთან წონაში კლება არ ხდება ტრავმა მაქვს რაღაცა და მინდა მოურჩინო ხო მეუნები არა აქ ეს არ ხდება აბა რა ხდება შენთან კარგად ყოფნა რამე თუ დაკლებებული წონა კარგად ყოფნას არ უზრუნველყოფს თუ შენ მიზნად დაისახავ რომ წონაში დაიკლო კი დაიკლებ წონაში მაგრამ კარგად არ გახდები მაგრამ კარგად ყოფნა თავის თავში მოიაზრებს წონის ისეთ რეგულაციას რომელიც შენ კარგად ყოფნისთვის არის ოპტიმალური აქ არის მუღამედი რა თარგეტს აკეთებ უკან და თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს რომ ის გახდეს კარგად აი ამ გადაწყვეტილების მერე რაც უნდა ისქნას თავარია გადაწყვეტოს ხო და სწავლებების მდგომარეობებში რომ მას ეს გადააწყვეტინოს თუ ადამიანს აქვს გადაწყვეტილი კარგად ყოფნა იტყვის რა გზას გაყვის და თუ ადამიანს არა აქვს კარგად ყოფნა გადაწყვეტილი და აქვს გადაწყვეტილი ცუდად იყოს რომ დაახვიო მთელი სწავლებები თავზე აი მთელი მედიცინა რო დაეხვეს ადამიანს ვისაც სიკვდილი უნდა ის მაინც გარდაიცვლება კი მეხტი მთელი სამყაროს მედიცინის და მთელი ფსიქოლოგები რო და ყველა ის აუცილებლად გარდაიცვლება იმიტომ რომ მან გადაწყვეტა სიკვდილი მაგრამ აი ამ მედიცინის და ფსიქოლოგიის მიზანი მხოლოდ ერთი რამე იქნება რომ მას გადაწყვეტილება შეეძლო მას დაანახოს თუ რატომ უნდა ის და თუ ეს დაინახავს მე გადაწყვეტილება სხვა რეალობაში ხდის მაგრამ თუ მისი ნება არის რომ გარდაიცვალოს ვერაფერი ვერ მას ვერ მოერევა ამიტომ მუღამი მდგომარეობს მაგაში რომ თუ კი ადამიანი თუ კი კარგად ყოფნა მთქვას და რა სიტყვის მნიშვნელობა აქვს რა სწავლება სიტყვის მნიშვნელობა აქვს ყველა იმუშავებს და თუ ესეთი თვალით იქნება დანახული მაშინ იმუშავებს ყველაფერი და თუ ეს იქნება მიზანი და რა წონაში კლება და რა საკუთრივ ნიდრა და ნიდრის უკან ბენეფიტი რომ რაღაცას ჩალიჩობ რაღაცა ფორმას იღებ იხო იოგი ფორმა ბენეფიტია ეგოს უთხას რამის უკვე შეიძლება კარგად არ იყო და მე ვთვლი ეს რას თუ კი მე კარგად არ ვარ ყველაფერს ასკარებს ამასამ გუშინ ლაპარაკობ გუშინ თუ კი ეს ვარჯიში რას საკეთებ რა კარგად არ ყოფნის გადააგდე თუ ეს პრაქტიკა კარგად არ ხდის გადააგდე მეხტი და რო წეგანას თქვით რა მე მამაში მთელი მექანიზმი მთელი ფსიქოემოციური პროცესი რომელიც სულ გატყუებინებს და კარგად ყოფნა მთქვას და კარგად ყოფნის ეს მოთხოვნა ის სურვილი ეს შეგნიეს არ განზრახო არის მე ეს კარგად ყოფნა აი ზუსტად იცის რას მოკიდოს ხელი აი ხო გორე ჯარაცნობიერი სიგიჟე რა დონეზე იცი თუ ადამიანს არ უნდა რომ განიკორნოს მოძებნის ისეთ ექიმს რომელიც ვერ განკორნებს ახტერას გეუბნები და თუ კი ადამიანს განზრახული აქვს რომ კარგად გახდეს ეს განზრახვა დაძებნის ყველა იმ წერტილს სადაც აუცილებლად მიიღებს დახმარებას
ხო და მაგრამ შეიძლება რომ არ უნდოდეს რომ გახდეს კარგად რა მაგრამ ეგეც არაცნობია დიწილად ეგრეა ხოლმე რა არ იცის ადამიანმა რატო არ უნდა გახდეს კარგად ანუ შიგნით მექანიზმი ეგ მუშაობს ყველაზე ცუდ ექიმთან მივა ერთ და იგივე რაღაცა მილიონჯერ დაემართება და რაღაცა რა და ამა იცის რომ ცუდად ღრმად შინაგანად იცის რომ ეს გზაა გასავლელი რა ცუდად უნდა იყოს რა მაგრამ ვერ ხვდება რატო რა ანუ ჯერ ეგ გამოკვლეული არ აქვს მაგას ძალიან საკმაოდ ის უნდა შინაგან ანუ სიღრმეში ჩასვლა უნდა და ამოტანა უნდა მაგას რომ გაიგო რომ რატო გინდა რომ იყო ცუდად ანუ ეს რატო ხდება შენში ეს დესტრუქცია რა რატო თამაშდება და რატო ხარ ამაზე მიჯაჭვული ამ დესტრუქციაზე რა აი ამას რო თავი დავანებოთ რა აი ხლა შენი ამ იმიდან თავგადასავალი რაც თქვი და ამ გაცნობიერებიდან თვითკმარობაზე რო თქვით მაშინ ორი ან თვითკმარი მარტო გასაგები არის მარტო ხარ და თვითკმარი ხარ რა მარტოც ეგეც მე პირობითია იმიტომ რომ ყველასთან და ყველაფერთან კავშირზე ხარ შინაგანად და ამიტომ სიმარტოვის ილუზია იქ ირღვევა მაგრამ მე გეუბნები აი პარტნიორულ ურთიერთობაზე რა ორი ადამიანის ორი სავსე ადამიანის ერთად ყოფნა წარმოგიდგენია სიგიჟე სიგიჟე და რაც უფრო მეტი ველი შეიქნება ესეთი მით უფრო მაგა საოცრება იქნება ნახე ყურე ეს storyline-ი ეს ამხელა ისტორიები ცნობიერებას სჭირდება სულ სჭირდება და ამიტომ ხდება კი ზუსტად ხდება კი მაგრამ ციგნის პრინციპი გაიხსენე მანამ სანამ სიხარულის უმიზეზო განცდა მოსაწყენი იქნება სულ ყოველთვის დაინგრევა ის და მე არ მინდა სტორი სულ სიხარული მინდა საყვარი არ შეიძლება სულ სიხარული უმიზეზო სიხარული შეუკვეთე ხო ეგ მინდა უეჭველი მოგბეს და შე storyline იმისათვის რომ მე 5 წუთი კარგად ვიყო ვიგზნო თავი არ მჭირდება 7 წელიწადი მაგის დედაც არ მჭირდება მე მინდა სულ კარგად ვიყო სულ ნეტარებაში ვიყო აი იმ stories გარეშე ნახე უყურე სიგიჟე მდგომარეობს რა ნახე უყურე კარჩი ეს დიდი ხნის წინ შევამჩნიე რა კარჩი ნახე ვართ მაგალითად მეგობრები რა მეუნდები შეშას მე დავჩეხავ მივალ და დავაპოჯებ მორებს მე დავაკუთებ და მე ცეხს დავანთო მან თვითონზე ვიზახი ეხლა ამ საკამკერც მე გავაკეთე და ყველაფერს ვაკეთებ მე ხოლოდ იმიტომ რომ მე შემერგოს ნახე უყურე ჯერ მოქმედებ და მე ვირგებ იმიტომ რომ სადღაც იქ პატერნი შეიქმნა და ესეთ მოხდა ჯერ ვიმოქმედე და მე შემერგო ვიმოქმედე შემერგო ამიტომ ცნობიერება სულ ჯერ მოქმედებდა და მე ერგებდა და მას არ შეეძლო შერგება მოქმედების გარეშე სიგიჟე მდგომარეობს იმაში რომ უკვე შეგილე შეირგო და ამდენი მორის ჩეხვა არ არის საჭირო იმისათვის რომ 5 წუთი დაგმაყოფილდე იმიტომ რომ ეს აქტივს ეს ლიმიტია პატერნია სიგიჟეა და მე ვიზახი რომ კაროჩე იმისათვის რომ 15 წუთი კმაყოფილება ვიგზნო 7 წელი ამისთვის ძალიან ბევრია მე მოვატრიალებ რა და მინდა რომ მოვატრიალო მე მინდა ნახე ყურე 7 წელი იყო ის მიზეზი რომელმაც 15 წუთი კარგად გამხადა მე მინდა უმიზეზოდ ვიყო კარგად უმიზეზო სიხარულით განვისჭვალო და თუ ეს იქნება storyline გაქრება მე რა გდგება საკითხი თმობ მე storyline-ს თუ არა და თუ მე ვერ თმობ სულ იქნება
და storyline-ი ქმნის პრობლემას. ხან ვიღაცას დაეტაკები, უკმაყოფილება გექნება სამსახურში, თანამშრომელთან, პარტნიორთან, იმასთან, იმიტომ რომ storyline-ს ირჩევ. და სანამ storyline-ს ირჩევ, storyline-ს იმით ირჩევ, რომ 15 წუთი იკაიფო მერე. და კაროჩი სიგიჟე ბიჭო სიგიჟე ნახე. შენ რაში მიდიხარ ყველაფერთან და იზახი რომ აი ჩალიჩოფ რომ 15 წუთი იკაიფო და ამის ირგვლივ მთელი ეს ცხოვრება კაროჩი გეუბნება რომ რა 15 წუთი სულ არის კაროჩი შენ მიდიხარ და ჩალიჩოფ ამ $100-ზე 15 წუთზე ჩალიჩოფ და ირგვლივ ულემიტობა და თუ გინდა სამყარო უბრალოდ გიდასტურებს მე. გინდა 7 წელი 15 წუთისთვის. ეგ ფორმულა შენია? კი. მაგრამ თან რას იზავ რა. აი ერთი არ ვიტყვი ხა სახელდაგვარს ჩვენიც მაგაცი არის სიზმართილას აკეთებდა და და ეს იმდრა ეგეთი მასწავლებელი რომ გაცნობიერებული სიზმარი აქვს და ხვდება იმას მასწავლებელს და ხედავს რომ მომავალში არის თავისთავი ეს ვისაც და მოწონს ამის ფორმები რაღაც შეკრული სხეული რაღაცა ისა და ნეტარებაშია კარგათა და ისა და ნელ-ნელა ეხა ენერგია ჭირდება სიზმართილოს და ანუ ენერგია ეცლება ეხლა ამას რა სიზმრის და ნელ-ნელა ეხა გადავა ჩოლებად ან გაითიშება ან გამოეღვიწება და ეუბნება ეგეთ რაღაცას რომ აი ხაო მე ენერგიას კარგაო და ცოტა ხანში ვეღარ დაგინახაო და ისე ეუბნება რომ ენერგიას როგორ კარგაო როცა გარშემო მხოლოდ ენერგია მაგრამ ნახე ანუ ხო როგორი ისეთი რაღაც რასაც შეიძლება ფაქტიურად სიხარული სულ არის და ენერგია სულ არის ანუ რა როგორ კარგავ ენერგიას როცა გარშემო სულ ენერგია ავაშ ყველაფერი ენერგია რასაც უყურებ რა აი ეს მიკროფონიც ენერგია მაგრამ ამავდროულად ხო ნახე ფაქტია რა ჩვენმა ძმაკაცმა ენერგია დაკარგა. აი ეგ პარადოქსი რაღაცნაირად სულ არის რა. ეგ არის ანუ შენ ანუ ნახე ისიც რაღაცისკენ მიანიშნებ და ჩემი აზრით. აი იმ ჩავარდნისკენ, მდგომარეობაში ჩავარდნისკენ რა. იმან ინტელექტუალური რაღაც არ უთხრა, იმან არ უთხრა რომ ყველაფერი ენერგია და ეხლა აქედან ესე ციგუნით ესე ხელები აკეთე. და შეიზილე ეს ენერგია და მე შენს ენერგია გექნება რა ეგ არ უთხრა ანუ მეთოდი არ უთხრა რა ესე ვთქვათ რა ანუ მინიშნება იყო რაღაცა მდგომარეობაზე სადაც ეს უნდა ჩავარდნილიყო იმ მომენტში თუ გააცნობიერებ და ჩემი აზრი არის ეგეთი რა და შენ რასაც ლაპარაკობ თავიდან ბოლომდე ეგ არის ეხლა კიდე გითხრა იდენტური ესე გიჟიოს მედიტაციაში გამეძრო ესეთი რაღაცა რა და ძალიან გამეცინდა ხა და არც ვაპირებდი ამის მოყოლას მაგრამ რა ისეთ ძალიან იდენტურია ეჩ მედიტაციაში უყურებ მივდივარ რა გავიდი სახლიდან მივდივარ და მე ხო ჩაიხანა როგორ მიყვარს რა და შევდივარ ჩაიხანაში ჩაიხანაში ზის დათო იგივე ტიპი რომელიც ფიზიკურათან ჩემზე დიდიან დათო მომავლის დათო რა როგორ იქნება რა გასუქდი არ გასუქებული მაგარ ჯანზე იყო უფრო ჯანზე ვიდრე ეხლა რა უფრო ანათებდა უფრო ბლისფული იყო ვიდრე ის ვინ ჩაიხანაში შევიდა რა მე ჩემთავს უყურებ რა ჯაიზ ანათებდა რა ტიპი რა უცბად ესე და ცეცხლსანთებს თითებში რა და ჩილიმი დაანთო და ჩაი გააწროს და ჩემსა და შენს შორის რა განსხვავება მეთქი ანუ რა არის მეთქი ანუ რა არის მეთქი ის რაც მე და შენ შორის ეხლა არ არის მეთქი და გამომხედა რა პასუხი გავეცი რომ მხოლოდ დრო ჭირდება ამას იმიტრიალებდა დრო არსებობს და კაროჩი მუღამი მდგომარეობს შემდგომში რა რომ მხოლოდ დრო ჭირდება მას
და ამავე დროს დრო არ არსებობს. ხო. ის რაც შემაცნობები ვნახა აქ. როდაკ. ხო, სად იქნება სხვაგან. მე არ ვიცი, ეს ჩემთვის უმნიშვნელო რაღაც არის, просто ეს არის გონებრივი ლიმიტების რღვევა და მეტი არაფერი რა. ფოტოშორის ეგეთი ენრაუდენობით სიზმრები მქონია, ეხლა ციხეზეც გამახსენდა სიგიჟე იყო რა. გინდა მოგიყვე ჩამოსეს მისიზრება. გვაგდრო. კი, რამდენი ხანია მე ვირაც ლაპარაკობთ? ხო, კიდე ცოტა ხანი ვლაპარაკობ. ხო. ამასე ჯურა იდენტურია, იმიტომ რომ ვიბრაციები საერთო არის, რაღაც სიზმარი ნახეთ, კაფიო სიზმარი იყო. სიზმარში როდესაც ესეთი კადრები რო იცლება რა, ციხეში ვზივარ რა და ყველა თავის დანაშაულზე საუბრობს რა. და ხედავ რომ პატიმრები ვერ ამჩნევ რომ კარები ღია. და ვეუნები რომ იგივე სიზმარს. კარები ღია ვეუნები რა. არა მაგას ვერ გააღებ. ვეუნები კარები ღია. და ესენი აგრძელებენ თავიანთ დანაშაულზე საუბარს რა, რომ ვირა დააშავა. ვეუნები კარები ღია. შეგვიძლია გავიდე. არა მაქედან ვერ გახვალ გარეთ ბადრაგებია. ხოდა ხედავ კარში არც ბადრაგები არ არის. კაც გავედი რა. გავდივარ. ისინი ისე ვიქსაუბრობდნენ და ჯერთი რომ კარები შემჩნი კარები ღია იყო. უკარ გამოვედი მიხდი რომ კარები არ იყო. მე ნახე რომ აღარც ბადრაგები არ ყოფილან. ეზოში რომ გამოვედი, ნახე რომ ციხეც არ იყო. მიხდი და თელ მუღამის ახანში რომ ეგ მოყევი იმდენად იდენტურები რაღაცები მოყევით რომ ნუ ეხა არც მეგვირს ეხა. მაგე რაღაც უნდა მომეყოლე და მოვიწყდება რა უშავს. ეხლა რა ვახსენეთ კიდე. ხო ის აუ რაღაც სიზმარი არის ტიპი იყო რა. თუ მე ჩემი ორი მეგობარი მივდივართ რა. წაღმართივით იყო რაღაცა რა. მივყვებით ამ გზას, ეს ჩემი ორი მეგობარი გზა გააგზელა და კარჩი უკან ხვდები რომ უკან ხედავ რომ რაღაცა სასწაული ხდება ამ სიზმარში რა. ხოდა მოტრიალდი და კარჩი ბავშვები თამაშობენ. ეს ბავშვები ესე სისარტყელასავით რაღაც ენერგობურთულას ხერაც გამოუშვებენ და ეს აქეთ არამწეთი და მეწერთ ფრინავენ რა და შოკი და ელდა და ამ სიზმარში და უყურებ ბიჭო ესე ჩაუხსი და უყურებ მეტა ამას როგორ შვებია რა სიზმარში მოდის ვიღაც კაცი რა ეხლა რა შვებია შენო რა ცდილობ გაიგო როგორ შვებიან ხო მეთქი მაცალე მეთქია ცდილობ გონებით გაიგო როგორ აკეთებენ და გონებით ვერ გაიგებო და ავხედე და გავით შეგერებს რა გამოვიფხიზდე რა ანუ მუღამის მაგაში რაღაცები არის რაც გონებით ვერ გაიგებ ნუ ზაღაც ეგან და დასასრულისკენ წავიყვანოთ თავს ჩვენი საუბარი ის მდგომარეობს რა რომ ეჩი რამაკრიშნა ამბობს ერთ-ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას და მე აურობინო და ეს პირმა იოგმა მისი ამუშავება დაიწყო რამაკრიშნამ თქვა სიგიჟე როდესაც მე ღმერთთან ვარ მატერიას კარგავ როდესაც ვარ მატერიაში კარგავ ღმერთს და მე ეს არ მაწყობს და მინდა ვიყო მატერიაში და ჩემთან იყოს ღმერთიც მთელი მუღამი მდგომარეობს იმაში თუ კი რამე სვიჩი არსებობს ან რაღაცას გავსი არსებობს მუღამი მდგომარეობს იმაში რომ ყოფიერებაში მოხდეს ამის ინტეგრაცია და ყველგან იყოს ეს ნახე უყურე ვერ იქნება ცნობიერება კარგად თუ კი ნახე უყურე ნიკოლოს ცნობიერების აი ხა გონებრივი დონე აღვწეროთ აი ეს მესამე სართულად სიტყვაზე ვიზახი ბიჭო ჩვენ კარგად ვგზნობთ თავს თუ მეორე სართულზე პირველ სართულზე სარდაფში სიგიჟე და სიბოროტე ხდება ვერ იგზნობ აქ თავს ანუ კარებს ვერ გამოკეტავ ბოლომდე და აქ ბოლომდე ვერ შეიქმნება კოს იმიტომ ის ხმა სუგესმის და ესაა ცნობიერება მანამ სანამ ცნობიერების ყველა ნაწილი არ იქნება განათებული ცნობიერება ვერ იგზნობს თავს ყველაფერი უნდა განათდეს შეგნით და ეხა ეს გადმოიტანა ყოფიერებაში რა ხო ვერ იქნება ეს სანამ ადამიანები ამის ინტეგრაციას არ დაიწყებენ შეგნით და როდესაც დაიწყება იმასა და ამას შორის კავშირი გაქრება და ის დაიშვება აქ ეს მოხდება მაშინ როდესაც ადამიანები
განთავისუფლებით ბევრი რაღაც მანგალით სტორილაინის განაცხო. ერთ-ერთი ის არის, მაგრამ ამ სტორილაინის უკან კოცნობების ის ტიპები დგას, რომ ძალადობა უნდა, მომუხვეჭველობა უნდა. მაკედან თამაშდება. თამაშდება, თუ ის უნდა. ხო და სანამ განთავისუფლებით კიდე საინტერესო თავგადასავალი უსურვოთ ყველას. აი, მადლობა. მადლობა შენ. აბა